მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით მაყურებლებო, ძალიან კარგი რომ შემოგვიერთით, დიდი შესვენება თქვენს განკარგულებაში იქნება და ახლობით საათნახევრის განმავლობაში და სხვადასხვა თემაზე ვისაუბრებთ ერთად. კი ბატონო, მოგესალმებით, ვნახოთ ანონსი. დღეს გადაცემაში ნახავთ სოფო შაიშმელაშვილის რუბრიკა რჩევები მშობლებს, ყელყურცხვირის დაავადებები მოზარდებში. რუბრიკის სტუმარია ოტორინოლარინგოლოგი ირაკლი ანთია. სოციალური პროექტი მეზღაპრის სახლი ბათუმში. გადაცემის სტუმარია იდეის ავტორი და მეზღაპრე პაატა მოისრაფიშვილი. ეთნიკური უმცირესობების პრობლემები ჩვენს რეგიონში. მოვისმინოთ ლეილას წარმატება. გადაცემის სტუმარია ფონდი ალქანის დამფუძნებელი თიკო აბაშიძე. თქვენ თუ მოგიმზადებიათ წყალში ჩაძირული პასკა. თუ არა, მაშინ რუბრიკა აჩაფსანდალში სწორედ ამას იხილავთ. მოკლედ, უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა თემაზე და გავხსნათ გაზაფხულია მოგეხსენებათ, ადამიანებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზმები წინხვიძებენ და სხვადასხვა პრობლემებს გვიქმნიან ადამიანებს, თუმცა ჩვენ თვლით ასე, თორე ეგ მათთვის ჩვეულებრივი ცხოვრების წყარო, ასე თქვა და ზოგიერთი პარაზიტი ორგანიზმისთვის ჩვენ ვართ სიცოცხლის წყარო. ანუ თუ ცხოვრებაში არაფერი დიდად არ გაიკეთებიათ, ისიც მაინც იცოდეთ, რომ თქვენზე ძალიან ბევრი რამ ხარობს და ცოცხლობს, ასე რომ საკუთარ თავს მინიმუმ იმიტომ მაინც გაუფრთხილდით, რომ სხვამაც იხაროს და გაბედნიერდეთ და თუ თქვენ კიდე რამე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ხართ ჩართული და აკეთებთ კარგ საქმეებს, ორმაგად დაგიფასდებათ, იმიტომ რომ გამოვა თქვენც მნიშვნელოვანი წვლილი შექავთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ახლა კი გადავიდეთ სოფო შაიშმელაშვილის რუბრიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე დაგველაპარაკება, იმიტომ რომ პრობლემები არცად არ მიდის ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობს სპეციალისტები, რომლებიც გვეხმარებიან ამ პრობლემებთან გამკლავებაში. კი ბატონო, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ჩემი რუბრიკის ჯერია, სანამ რუბრიკას დავიწყებ, მაინტერესებს თქვენი გამოცდილება. გქონიათ თუ არა ოდესმე ვიზიტი დაგეგმილი ოტორინოლარინგოლოგთან? ესე თუ კი, რა თქმა უნდა, არაერთხელ. კი ბატონო, ბავშვის შემთხვევაში თუ გქონია რაიმე პრობლემა, რის გამოც მიმართე შემდეგ სპეციალისტს? ბავშვებზე უფრო ხშირად, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია თქვა, რომ რაღაც 6 წლამდე ხშირად აქვს ხოლმე სხვადასხვა პრობლემები, სანამ იმუნიტეტი ჩამოყალიბდება, ამიტომაც კი, ბუნებრივია ბავშვებთან ერთად უფრო ხშირად გვაქვს გატარებული ექიპთან, ვიდრე კი ბატონო, სხვათა შორის ამ სიტყვას დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი, არც თუ ისეთი მარტივი წარმოსაქმნელია ოტორინოლარინგოლოგი, რომელიც ამ სპეციალობას აერთიანებს, ეს არის ყელყურის და ცხვირის სპეციალისტი, რომელიც მიმდინარე დაავადებებს მკურნალობს, დიაგნოზებს და ასე შემდეგ. ხო, მიხვდით ალბათ, დღეს უნდა ვისაუბროთ ყელყურის და ცხვირის დაავადებებზე, რომელიც მოზარდებში ძალიან ხშირი არის და გარკვეულ პრობლემებს ქმნის და ასევე აქაც უნდა ვთქვათ, რომ დროული მიმართვიანობა ნიშნავს დროულ მკურნალობას და კარგ შედეგს. მოდით და მოვიწვიო ახლა სპეციალისტი, იმიტომ რომ მას ძალიან მალე ოპერაციები ელოდება და რო არ მოვაცდინოთ. ირაკლი ანთია უნდა შემოგვიერთდეს, ოტორინოლარინგოლოგი. ბატონო ირაკლი, მობრძანდით. გამარჯობა. მადლობთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. საკმაოდ აქტიური პროფესია თქვენი, მუდმივად მომართვიანობა მაღალია, იმიტომ რომ განსაკუთრებით მოზარდებში ხშირი არის პრობლემა ყელყურის, ცხვირის. მოკლედ, პირველ რიგში მაინტერესებს ყველაზე გავრცელებული დაავადებები რა არის ყელყურის და ცხვირის შემთხვევაში? მოგესალმებით. ანუ ძალიან ფართო თემაა და შევეცდები ძალიან მოკლედ თქვა. მოდი ყურით დავიწყოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო ჩვენთვის, ალბათ, სტატისტიკურად ესეა და ჩემთანაც მომართვიანობით ყველაზე ხშირი ალბათ გოგირდის აცვევებით მოდიან, ზოგადად ყურის ანთებით მოდიან და ხმაური ყურებშია. გამომწვევი მიზეზებიც გოგირდის აცვებთან გოგირდია, გოგირდი რო გროვდება ჭარბად მაგის გამო, ანთება შეიძლება სხვადასხვა ბაქტერიულმა, სოკოვანმა თუ ვირუსულმა ინფექციამ გამოიწვიოს. ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, აი ბრჭყალებში ზედმეტი ჰიგიენის დაცვა, აი ყურის ჭხირის ხმარება გვიყვარს ხოლმე ძალიან და ამანაც შეიძლება რაღაც ინფექცია გამოიწვიოს და ყურის ტკივილი გამოიწვიოს.
და ყველაზე მარტივია, რომ პირველად როდესაც ჩივილები გვექნება იქ და დაიწყება ყურის ტკივილი, დისკომფორტით, ხმაური ძუძვით ყურში, აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა, იმისათვის რომ ისეთი შეუცვლელი დაავადებები არ გამოიწვიოს, როგორც თუნდაც სმენის ქრონიკული დაკარგვა, დაქვეითება, მუდმივი ანთებითი პროცესები შუა ყურის ქრონიკული ანთებითი პროცესი არ გამოიწვიოს, ამიტომ აუცილებელი დროზე ექიმთან მისვლა. კი ბატონო, მოდით მივყვეთ ეტაპებრივად, რადგან ყურით დავიწყეთ, ახლა ჩავშალოთ ეს ყურის დაავადებები. პირველ რიგში მაინტერესებს, რა ასაკიდან იჩენს თავს აი მოზარდში, მაგალითად ჩვილობიდან არის თუ არა უკვე მიდრეკილი ბავშვი აღნიშნული დაავადებების მიმართ. თქვენ ახსენეთ ასევე ზედმეტი ჰიგიენამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პრობლემა. და გოგით, აი ზედმეტ ჰიგიენაში რას გულისხმობთ, ალბათ ყურის გამოწმენდას, რომელიც რაც არ უნდა საკვირველი იყოს, როგორც აღმოჩნდა, არ ვიცავთ სწორად, ეს ბოლო წლებში გამომჟღავდა და გოგირდის შემთხვევაში რამდენად მართებულია ხშირი გამოწმენდა, შეიძლება თუ არა ეს ქრონიკული იყოს და როდის უნდა მივხვდეთ, რომ ანუ გოგირდი მრავლადაა. რაც შეეხება პირველ კითხვას, რომელსაც შეგდება, აი როცა ბავშვი დაიბადება და ყური გამოჩნდება, იმ წამიდან შეიძლება უკვე ყურის ანთება ზემოთ ჩამოთვლილი, რაც ჩამოთვლილი ნებისმიერი, მათ შორის აი კიდევ ამიტომ ასაკ მნიშვნელობა არ აქვს, აი ჩვილობიდან ყველა ნებისმიერ ასაკში შეიძლება ყურის დაავადებით მოგვართოს პაციენტმა. ზედმეტი ჰიგიენები ჭყალებში აღნიშნე არ შეიძლება ზედმეტად სასმენი არხის და მით უმეტეს ღრმად უფრო დაფისაფკი შეხება სპეციალისტის გარეშე. ზოგადად რასაც ჩვენ ყურის ჩხერს ვეძახით, მაგას ქვია ბამბიანი ჩხირი. ყურის ჩხირი ჩვენ დავარქვით შიგნით ღრმად, უბრალოდ ვიზუალურად ყური რო სუფთა იყოს მაგისთვის შეგვიძლია გამოიყენოს სახოთის სალფეტკის ველი სალფეტკრასის სხვადასხვა ჰიგიენური საშუალება არსებობს. აი ღრმად უბრალოდ ხშირად აი გოგირდის აცვების ასე ვთქვათ რეცეპტორების გაღიზიანება ხდება, გოგირდის ჭარბად გამოყოფა, უბრალოდ აი ეს ტენით უბრალოდ შიგნიდან გოგირდის აცვება ხდება, შემდეგ უკვე ანთებითი პროცესები, დისკომფორტის მიეწოდება და შემდეგ. ესე იგი იმის მაგივრად რომ ჩვენ დავეხმაროთ საკუთარ თავს და გამოვიწმინდოთ ყური ბამბიანი ჩხირით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უფრო უარეს ვაკეთებთ, უფრო ალბათ ღრმად შეგვყავს ეს გოგირდი, ხო? აი, როდესაც მაგალითად არ ვიცავთ სწორად ამ ჰიგიენას, შეიძლება რომ გოგირდი გახდეს ერთგვარი საცობი, რის გამოც შემდეგ სმენის მიმართებაში შეგვექმნას პრობლემები. დიახ, აი მოკლედ რო გითხრათ ანატომია, არის ყურის ნიჟარა, აქვს არხი და ბოლოში დაფისაფკი შუა ყურის საზღვარზე, რომელიც უკვე ბგერებს აღიქვავს და გვესმის უკვე შვენი ყველაფერი. ბარიერს ხმის ეს გოგირდი, ანუ როგორც აღნიშნეთ, საცობად გარდაიქმნება და ბგერა უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახდენს, როგორც შუნდაც რომ ბამბა რო ჩავიდოდი რაოდენობით ყურში ვერ გავიქოთ, დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. წარმოეცობა დაფისაფკს და იწვევს სმენის დაქვეითებას. სმენის დაქვეითებას კი დისკომფორტი არა უშავს, უბრალოდ ხშირი ყურის ჩხირის გამოყენებით, რაც უფრო ღრმად ჩავდეინ, დაფისაფკის ზიანიც კი შეიძლება ამ გამოიწვიოს. ასევე შესაძლებელია ყურის ჩხირის ხმალებით სასმენი ხვრელის ჩაკაწვა და მე შემდეგ ინფექციის წყარო გახდეს და გაერთა ყურის ანთება, პერიქონდრიტი და ასე ვთქვათ რთული დაავადებები. კი ბატონო, აღნიშნული პრობლემის მკურნალობა თუ შეიძლება სახლში, ანუ თვით მკურნალობა. აი მაგალითად ხშირად მსმენია რომ იყენებენ წყალბადის ზეჟანგს და გარკვეულ წვეთებს, რომელიც დასაშვებია ყურისთვის, მაგრამ სპეციალისტის ჩარევის გარეშე თუ შეიძლება თვითნებური მკურნალობა. ძალიან კარგი კითხვა. რამოდენიმე დღის წინ ზუსტად კითხულობდი, შემთხვევით შევხვდი სტატიას ინტერნეტში, სადაც ერთ-ერთი ჟურნალი წერდა რეკომენდაციას იძლეოდა დაგუგლების შემთხვევაში, როგორც შეიძლება, რომ იქ შეიძლება სპირტის ჩაწვეთება, წყალბადის ზეჟანგის ჩაწვეთება და აშენო რაღაცეების. აი კაცრად არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე არაფერი. შეიძლება ჩვენ სმენის დაქვეითება დავაბრალოთ თუნდაც გოგირდის საცვებს, ამ დროს იყოს პერფორაცია, ჩავიწოდოთ ის სპირტი, წყალბადის ზეჟანგი რაღაცა და უკვე სმენის დაქვეითება ან დაკარგვა კი გამოიწვიოს სევენ. ამიტომ აუცილებელია ჯერ სპეციალისტმა შეხედოს და ამის შემდეგ მიიღოს ზომები ან ექიმის რეკომენდაციით. თვითნებურად არც შემთხვევაში არაფერი არ შეიძლება, რომ ყური არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომლის სირთულად დაზიანების ხშირ შემთხვევაში უკვე ქრონიკულში გადადის და სმენის დაკარგვაში გადადის და ვერაფერს ვეღარ უშუალოდ უკვე სპეციალისტები. კი ბატონო. კარგით, რადგან დროში შეზღუდული ვარ და საკმაოდ ფართო თემა არის ეს, მოდი გადავიდეთ ახლა ცხვირის დაავადებებზე. კი ბატონო. ცხვირის დაავადებებს რაც შეეხება, ძირითადად შევლებით მოგვართავენ ხოლმე ჩვენს რეგიონში, ალბათ კავკასიაში, ყველაზე დიდი პრობლემა ესაა ცხვირის ზიგდის გამომტებით, სუნთქვის პრობლემებით. და ასევე პოლიპებით, ანუ პოლიპებია კიდევ ძალიან გავრცელებული ჩვენს რეგიონში. ცხვირის ზიგდეს რაც შეეხება, ძირითადი ფაქტორი არის ხოლმე გენეტიკა, ანუ დაახლოებით სტატისტიკა მაქვს საკითხული, 70% გამომდებული ცხვირით კავკასიელი ბუდეებით, ამას ვერაფერს ვერ უზავს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. და პოლიპები ეს უკვე ახალ წარმოდაქმნია, რომელსაც ასვედი
დიაგნოსტირება ჭირდება და შემდეგ უკვე თუ ჩათვლის ექიმი ქირურგიული მკურნალობა. აქაც როგორც კი დაგვეწება ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, უნდა ვიპოვოთ მიზეზი ცხვირის სუნთქვის გაძნელების. ეს შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულმა რეაქციებმა, უცხო სხეულის მოხვედრამ, თუნდაც ბავშვობაში მიღებულმა ტრავმამ და შემდეგ ჭირდება კორექცია, რომ შემდეგ არ გართულდეს. ანალოგიურად აქაც ექიმის დახმარება და კონსულტაციის შემდეგ უნდა დაიგეგმოს სწორი მკურნალობა. პოლიპის შემთხვევაში არსებობს თუ არა გარკვეული ასაკი, როცა უკვე რეკომენდებულია, რომ ბავშვს გაუკეთდეს პოლიპის ოპერაცია? ნახეთ, რომ განვასხვაოთ ბავშვებში, რაც ხშირად კეთდება პოლიპებს ეძახიან, ეგ პოლიპები არ არის, ეგ არის ადენოიდები. ანუ ეგ როცა ვიბადებით, მაშინ ადენოიდები ყველა გვაქვს, აი როგორც გლანდები გვაქვს მასე. გარდატეხის ასაკის და მერემენი ასაკით მე თავისით ხრება და აღარ გვაქვს ეს პრობლემა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ისე ბაქტერიული ან სხვადასხვა ვირუსული დაავადების ფონზე ეს ლიმფოიდური ქსოვილი ანუ ჩვენი ადენოიდები დიდდება და აღარ პატარავდება და თუ იწევს აი მცხურის საულის სავალის სადღაც 70% და მეტ დახურვას, მაშინ უკვე ექიმი წვეთს ჭირდება თუ რა ქირურგიული მკურნალობა, თუ რა თქმა უნდა მედიკამენტოზური არ შველის. აი რაც შეეხება პოლიპებს, ეს არის როგორ გითხრათ წარმონაქმნი, აი თუ დავყავთ სიმსივნეებს ორ სახედ, კეთილსებიანი სიმსივნეა, რომელსაც შეუძლია უპირობო ზრდა და სხვადასხვა ორგანოების დაზიანება. თუ დიდი ზომისაა და ცხვირის ღრუშია, თავისუფლად შეუძლია ჰაიმურის წიაღის, თვალბუდის და შემდგომ დაზიანება. ამიტომ აქაც სწორი და დიაგნოსტირება გვჭირდება და სწრაფი დიაგნოსტირება. ძალიან ბევრი კვლევა არის, ძალიან განვითარდა ჩვენთანაც მედიცინა, როგორც ენდოსკოპიური, ასევე რადიოლოგიური კვლევებით და ძალიან მარტივად შეიძლება საწყის ეტაპზე ყველაფრის მოგვარება ისე, რომ ოპერაციის შემდგომაც პაციენტმა ძალიან მოკლე დროში უკვე თავისუფლად იგრძნოს თავი. ასევე თუ მცირე, ანუ მოკლე ვადაში აწუხებს ეს პრობლემა და მალევე მივიდა ექიმთან, შეიძლება არც გახდეს საოპერაციო, მედიკამენტოზური მკურნალობით, ჰორმონალური მკურნალობის ან რაღაცით, ან კონტროლებით საერთოდ გადავრჩება და ქირურგიული მკურნალობას. თუ მოზარდს, ან უბრალოდ ადამიანს ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული ადენოიდის ოპერაცია ან პოლიპის, არის თუ არა იმისი საფრთხე, რომ კიდევ განმეორებით შეიძლება მოხდეს მისი ზრდა და შემდეგ ისევ განმეორებით დაჭირდეს ოპერაცია? დიახ, სამწუხაროდ არსებობს რეციდივის ალბათობა, არ აქვს მნიშვნელობა ეს სად როგორ და რა ტექნიკით გაკეთდება. როგორც აღნიშნეთ, ცოცხალი ორგანიზმია, მაგის ფიზიკურად მთლიანად ასე ვთქვათ, უხეშად ბჭყალებში ფესვიანი დამოღება არ ხდება. ამიტომ თუ რაღაცა პატარა უჯრედები და რაღაცა არის დარჩენილი, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ქირურგიის მეთოდზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, იქ თუ პაციენტს რაღაცა ალერგიული ანამნეზია აქვს, მაგასაც შეუძლია უფრო ხშირად პროვოცირება გამოიწვიოს, მაგრამ თეორიულად ისევ განმეორებითი შანსი არსებობს კი. კი ბატონო, კარგით, გადავიდეთ ახლა ყელზე. დიახ. ყელის დაავადებებზე რომ ვისაუბროთ. ყელზე ყველაზე ხშირად, ნუ ყელის ტკივილით მოდიან, ყელის ტკივილის ხშირი გამომწვევი არის ტონზილები, აი გლანდებს რო ვეძახით, ნუ შუაჯირკვლის ანთებები და ასევე ხმის ჩახლეჩით, ხმის დაკარგვით მოდიან ძალიან ხშირად. ირაკლი, მოდი ჩაგეკითხები, ავუხსნათ მაყურებელს, რამდენად მნიშვნელოვანია გლანდები ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რა საჭიროება აქვს, იმიტომ რომ ხშირად ამბობენ, რომ აი ნუ რაში მჭირდება გლანდები ამოვიღებთ ამტანჯა ყელის ტკივილმა. ეს მოსაზრება და ეს მიმართულება რამდენად სწორია და რამდენად არასწორია? ნუ შუაჯირკვლები არის პირველ როგორც ადენოიდები, პირველადი ბარიერი, ასე ვთქვათ, წინა ფრონტის ჯარისკაცები, რომ იცავენ ჩვენს ორგანიზმს აი ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებისგან და იმუნიტეტის ასე ვთქვათ იმისთვის რომ ჯარისკაცები მწყობრში იყვნენ მაგის დასაცავად არიან. როდესაც ეს ჩვენი ჯარისკაცები ასე ვთქვათ დაიღუპებიან და ჩირქად გადაიქცევიან, ხდება ხოლმე შეუცვლელი პროცესი და ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე მისი ქირურგიული მოკვეთა, თორე აუცილებლად ჯანმრთელი გლანდები რომ მოცილდეს და გადაიყაროს, ეგრე არ არის. იმ შემთხვევაში თუ მოზარდს მუდმივად ყელი ტკივა, მუდმივად მიმდინარეობს ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. აი, ამ მიმართულებით როგორ ხდება მკურნალობა, ან რასთან გვაქვს საქმე? ჯერ სწორად უნდა ვიფიქროთ, აუცილებლად გლანდებიდან მოდის თუ რა ეს ყველაფერი ზოგადად იმუნიტეტი უნდა შეფასდეს, საერთოდ სისუსტეს სხვა რამე პრობლემა ხო არ არის ხშირად კიდევ განსაკუთრებით მოზრდილებში პრობლემა არის ხოლმე კუჭნაწლავის პრობლემები, აი რეფლუქსი შეუძლია გამოიწვიოს მუდმივი ყელის დისკომფორტი და ეს უკაცრავად რა თქვით? რეფლუქსი, ანუ როდესაც ხდება ხოლმე მჟავა გარემო პირის ღრუში, როდესაც მოხდება და მაგას შეუძლია გამოიწვიოს დისკომფორტი პირის ღრუში და სხვადასხვა ასე ვთქვათ ორგანოების ჩათრევა და ამასაც შეუძლია ხშირი ანთება გამოიწვიოს. ამიტომ სწორი დიაგნოსტირება აუცილებელი, რომ გადაწყდეს მოსაცილებელია თუ არა. კი, შესაძლოა რომ პროცედურა ასე ვთქვათ ქირურგიულად შედარებით მარტივია, მაგრამ არ პოსტოპერაციული პერიოდი და არც მიმდინარეც არ არის მარტივი და ამის შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. კი ბატონო. რაც შეეხება ხმის ცვლილებას უეცარს, რომელიც საკმაოდ საყურადღებოა და საფრთხილო. როდის რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანს ხმის უეცარი ცვლილება დაემართოს და რასთან გვაქვს ხოლმე ამ დროს საქმე?
ხმის ჩახლეთში ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს განსაკუთრებით პედაგოგებში და აი მომღერლებშია, ვისაც ხშირად უწევს ხოლმე საუბარი, ხმა მაღალი, ასე ვთქვათ, ტემბრის დაცვა, მაგათ უფრო ასე ვთქვათ, სახმოიაგების გადაღლა ხდება. მაგრამ ასევე შეუძლია გამოიწვიოს წარმონაქმნებს სახმოიაგებზე და ხორხზე და ამ შემდეგ. კარგია რომ მომეცემ ის საშუალება. მე ვმუშაობ კლინიკა მედცენტრში, რომელიც არის ბათუმში ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო და ძირითადი ონკოლოგიური პაციენტების ნაკადი ხვდება მანდ. ძალიან ბევრ პაციენტს ხედავს სამწუხაროდ განსაკუთრებით მამაკაცებს, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ხმა ჩაიხლიჩება და ქიმიოთერაპიასთან არ მიდიან თვეობით, სანამ სუნთქვაც არ გაუჭირდებათ. როდესაც მოდიან, ეს პაციენტები ყოველთვის პირველად გადმოდიან ჩემთან განყოფილებაში, ყელყურწურის ექიმები ენდოსკოპიურად უთვალიეროდ სახმოიაგებს და აღმოაჩენთ ხოლმე წარმონაქმნს, რომელიც სამწუხაროდ არის სუიციდის ანუ ავტისებიანი. და შემდეგ დახმარება, როდესაც შორს არის წასული ფორმა, ძალიან რთულია ეს, სადაც უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს, ძალიან რთულია მოვლა და ყოლია პაციენტები, რომელიც აი ყველაფერზე რო ექიმთან ნუ გარბიხარ რო იტყვიან ხო ისეთ პაციენტი, გამოგცელა ძალიან პატარა წარმონაქმნი ვინახავს, აი ავტისებიანი და სწორი მიმართულებით, სწორი მკურნალობით საერთოდ მშვენივრად გზნობენ თავს და არასწორი, ანუ დაგვიანებული მიმართვიანობით არასწორი ფსიქიკით რაღაცით შეიძლება სავალკი დამთავრდეს, აი ეს უბრალო ხმის ჩახლეთი. ამიტომ რეკომენდაცია ესე დროს არის, რომ 5-7 დღე მაქსიმუმ თუ გრძელდება და ვერ უნაოთ ასე თქვა ჩვენ თავს ამ სახლის მეთოდებით, აფთიაქში ნაკლები მედიკამენტებით, სპეციალისტმა თუნდაც აი არაუცილებელი ენდოსკოპით საკითხა ძველი მეთოდითაც რო ჩახედოს და რაღაცა ეჭვირო გაუჩნდეს, დროზე მკურნალობით შეიძლება უპრობლემოდ მოყვარდეს ყველაფერი. კი ბატონო, კარგი, ირაკლი, ახლა მავნეჩვევებს მინდა შევეხოთ. აი მაგალითად, მოზარდების შემთხვევაში ძალიან პოპულარობით სარგებლობს ყურსასმენები, ეგრეთ წოდებული, რომელთაც 24 საათის განმავლობაში ქუჩაში, სახლში, ძილის დროს უსმენენ მუსიკას. მუსიკის მოსმენა, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ თქვენ რამდენად აძლევთ რეკომენდაციას, რომ ესე გამუდმებით ადამიანმა უსმინოს ყურსასმენით მუსიკას, რას აზიანებს? ჩვენი ყურის აპარატი როგორ ამოწყობილი, როცა ბგერა გვესმის, გვაქვს ყურის ნიჟარა, ხო, ეს ყურის ნიჟარას რაღაც დონეზე ახლა ცხოველებებით ვერ იცავს, იმიტომ რომ მაგათ აქვს შეუძლიათ ყურის ნიჟარის ასე ვთქვათ მოტრიალება და ამ შემდეგ, მაგრამ რაღაც ბარიერს ხმნის იმისთვის, რომ ბგერა პირდაპირ დაფისაფრს არ მოხდეს. განსაკუთრებით აი ეს რომელიც სასმენ არ ხშირდება ის ყურის სასმენები, მაღალ მუსიკაზე პირდაპირ გადის ეს დაფისაფრზე ტრავმა ხდება, ასე ვთქვათ და ხდება მან ყესის გადაღლა, ძვლის გადაღლა და ხშირ შემთხვევაში ამის გამო ზუზუნი და სვენის დაქვეითებაც კი ხდება. ახალ ტელეფონებს, ეცოინებს და ყურსასმენებს აქვს კიდევაც რეკომენდაცია, რომ აუწევთ მუსიკას, ტელეფონი გვაფრთხილებს, რომ აი თქვენ 15 წუთი, 10 წუთი უსმენთ ამ სიხშირეზე, აუცილებელი დააწება, რომ ყურის დაფისაფრი არ დაზიანდეს. ამიტომ ძალიან დიდი ზიანი აწვება როგორც სასმენძულებს, ასევე ნერვს და შეიძლება შეუცვლელ პროცესები გამოიწვიოს. რაც შეეხება ცხვირს და ცხვირის წვეთებს, რომლებზეც საკმაოდ დამოკიდებული ვხდებით და ძალიან რთულია მერე გადაჩვევა. არსებობს რაღაცა ოპერაციული ჩარევაც, რის შედეგადაც ადამიანები შემდეგ უარს ამბობენ ამ ცხვირის წვეთზე, მაგრამ აი ამ ოპერაციამდე სანამ მივდივართ, უკვე ბევრი წელი გადის ხოლმე. რა უარყოფით შედეგებს იწვევს ეს აღნიშნული ცხვირის წვეთები და უფრო გვირთულებს თუ არა შემდეგ ცხოვრებას და სუნთქვას? ცხვირის წვეთის მოქმედების მექანიზმი მარტივად რო გითხრათ, ვიწოდოთ ცხვირში წვეთს, ავიწროებს სიზარღვევს, ვიწროვდება მეზგარშემოსულ ლორწოვანის და ჰაერი ასე ვთქვათ გასავალი უფრო ფართო ხდება. თუ არა ცხვირის გიდის განმდება პოლიპოზური წარმონაქმნი თუ სხვა სახის წარმონაქმნი ნიჟარების ჰიპერტროფია დავიწროვდება რაღაც დონეზე გვაძლევს შედეგს. დიდი ხნის მოხმარების შემდეგ ეს ასე ვთქვათ სიზარღვევი დავიწროებული უკვე რჩება ისედაც და უკვე იწყებს სიზარღვევი უფრო ღრმად დავიწროებას იქ სადაც არ უნდა დავიწროვდეს და აკრძალულდეს საშიშია. ამიტომ გულსიზავთა პრობლემები, თავის ტვინში პრობლემები თავისუფლად შეუძლია გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს ერთი კვირა და 10 დღის მოხმარებით არა, მაგრამ აი თვეობით და წლებით რო ხმარობენ მაგას, ასევე შეუძლია თვითონ ცხვირის ზღვრში ლორწოვანის საშრევა, ხშირი სისხლდენები, ხშირ შემთხვევაში ამის მერე ქირურგიული მკურნალობაც კი უფრო გართულები, რადგან გათხელებულია ლორწოვანი და ოპერაციის შემდეგ ხდება პერფორაციები, შეხორცევები და ასე ვთქვათ, სხვადასხვა გართულები ოპერაციის შემდეგ და ხშირია ხოლმე, რომ აი ვიწვეთოდი ცხვირის წვეთს გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ მაინც შედეგი არ მაქვს ისე ცხვირის წვეთზე, ხშირად ამის ბრალია ხოლმე და
და ამიტომ კატეგორიულად არ შეიძლება 7-10 დღე მაგის მოხმარება თვითნებურად საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ თუ მოვიხმართ, მაინც შემდეგ ჯობია სპეციალისტს. კი ბატონო. და ყელის შემთხვევაში მახსენდება სახლური მეთოდი, აი მაგალითად, როდესაც ყელი ამტკივდებოდა, ბებო მირჩევდა ხოლმე ვინტის დახმარებით, თუ მაგალითად ჩირქოვანი კერები იყო ხოლმე, რომ ამოგვეწმინდა, ასევე რეკომენდებული არის სოდიანი წყლის გამოვლება, რომელიც ერთგვარი დეზინფექციის წყარო არის, მაგრამ აი რამდენად მართებულია ეს პროცედურები? Სიმართლეა დისკომფორტი თუ არის პირის დროში სოდიანი წყლით რომ გამოვლოთ, ალბათ ვერაფერს ვერ დავაზიანებთ, უბრალოდ ეს ასე ვთქვათ ჰიგიენის მოსაწესრიგებელი ერთ-ერთი საშუალებაც არის, ადრე გაგებული მაქვს რომ კბილის პასტა რო არ ქონდა, სოდას ხმარობენ ხოლმე. ანუ ეს ერთი ჰიგიენისა, მე მგონი არ უნდა იყოს არაფერი დამაზიანებელი. რაც შეეხება აი გამოწმენდას, უბრალოდ როდესაც ჩირქენის საცობები გროვდება ჩვენთან, მიმართავენ კიდევაც რომ შურების გამოწმენდას მინჭერით და დაახლოებით იგივე ეფექტი ქონდა ამას, რომ მიიჭრდება ნეჟარა, ეს ჩირქი გამოთავისუფლდა და ცოტა ხანი შედეგს გვაძლევდა. რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არ არსებობს მაგის რო სახში ეს რაღაც გავიგეთ, იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაც დაზიანდეს, ის ჩაქცევა მოხდეს და თუნდაც აბსესი გამიმთარდეს. ამიტომ ჯობია რა თქმა უნდა სპეციალისტს მიმართოთ, აი სოდის გამოვლება ალბათ უჩვენება არ არის. კი ბატონო. თქვენი სპეციალობა სამ მიმართულებას აერთიანებს, ხო, ახლა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ყელი, ცხვირი და ყური. ბატონო? ხორხიც ჩვენია. ხორხიც, კი ბატონო. ეს არ ვიცოდი, მეოთხე გაქვს მაშინ დასავატებელი სახელწოდებაში. აი ეს 4 ორგანიზმი შეიძლება ასე ვუწოდოთ, ხო? რამდენად მნიშვნელოვან ურთიერთკავშირის ჯაჭვს ქმნის. მაყურებელს რა უბრალოდ აუხსნათ. ანუ ზოგადად ეს 4 არა, მთელი სისტემა ისეა დაკავშირებული ორგანიზმის, რომ ყველგან სადღაც არხია, ყველგან სადღაც ნერვი გადის, ყველგან სადღაც დამაკავშირებელი ღრუები და სიზარღვე, ანუ აბსოლუტურად დამოკიდებულია. თუნდაც ჩვენ რადგან ლარინგოლოგიაზე ვსაუბრობთ, ყურის ტკივილით რომ მოდის ადამიანი, შეიძლება ყურში არაფერი არ ქონდეს და ყელის ტკივილიც და იქიდან იყოს გადაცემითი ტკივილი. ანალოგიურად შეიძლება თვალის ტკივილიც და თვალბუდეში იყოს ტკივილი და უნდა სინუსიტი ჰქონდეს და იქიდან გადადიოდეს. ამიტომ მეზობლები არიან, როგორც ერთმანეთის ასე ვთქვათ ვენტილაციაში ჯანმრთელად ყოფნაში მონაწილეობენ, ასევე ერთი ავადოს შეიძლება მეორე მეზობელის დაავადოს. კი ბატონო, ფართო მეცნიერებია, ესე იგი. ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები? ჩემი აზრით, მაინც თვითმკურნალობას როცა ეწევიან, რაღაცა სპირტის ჩაწვეთე, ყურის შემთხვევა არის ყველაზე ხშირი, მაინც რომ სპირტის ჩაწვეთება, სამწუხაროდ შარდის ჩაწვეთებაც გავიგია ხოლმე ყურში და ესეც სულ რაღაცებს, რომ მე უკვე გვიჭირს ექიმებს, რომ ცხელი მარილის დადება ახლა გამახსენდა, თუ ხსენიათ თქვენ. მეც დამიდიებებია ჩემსაც რომ ხმარია. ანუ უბრალოდ იქ სიზარღვე ფართოვდება და შედარებით უფრო ტკივილი გვიმსუბუქდება და ეგა აქვს. ანუ სითბოშია საქმე. მეტი არაფერი. კი ბატონო, რას ურჩევდით მშობლებს თქვენი რეკომენდაცია? ახლა დაცემინებაზე ექიმთან გაქანებას ალბათ არა, მაგრამ თუ გავადობა გრძელდება 3-5 დღე პედიატრის კონსულტაციით, არ გვაქვს შედეგი რაღაცა, აუცილებელი სპეციალისტები მისვლა რომ არ დაგვიანდეს და გართულება არ მივიღოთ რა. კი ბატონო, უღრესი მადლობა, მეგობრებო, ხომ არ გაქვთ პირადი კითხვა? უსასმენებზე მაინტერესებდა კიდევ ერთხელ, ანუ თქვენ თქვით რომ ნიჟარა იცავს ცოცხალ ორგანიზმებს და ადამიანის შემთხვევაში არ გამოდის, იმიტომ რომ ვიკვეხებთ იმ პატარა ყურსასმენებს ყურში. დაუშვათ თუ არჩევანზეა საქმე და მაინც ვიზიანებთ ასე ვთქვათ ყურსასმენით, ხო არ რა უკეთესი მაგალითად ის დიდი ყურსასმენები არის გარედან რო კეთდება ვიდრე თუ ორივე დამაზიანებელი თუ მეტნაკლებობაზეა გარედან რომელიცაა ის უფრო ნაკლებად დამაზიანებელია, მაგრამ თანამედროვე ყურსასმენებს აი რო ახშობენ გაეთა ბგერას რაღაცა მაგით უფრო ვიცავთ. ძველებური ყურსასმენები და ასე ვთქვათ უხარისხო ყურსასმენები რომელიც არის, როცა მუსიკა გვესმის მაგის გარეთა ხმები გვესმის და ამ დროს უფრო დისკომფორტი და უფრო ტრაუმულია ბგერა ყურისთვის, მაგრამ უშუალოდ მუსიკას როცა რეგულირებს ის თუნდაც შიგნით ჩასადები თანამედროვე ასე ვთქვათ ყურსასმენი რეკლამას ავით გამოდის, მაგრამ რეალურად არა, მან მექანიზმი ჩემთვის ნაცნობია, მან ხდება ანუ ქუჩის ხმაურის დაფიქსირება იმაში კომპიუტერში თვითონ და ფაზის საწინააღმდეგოს ისვრის და განაღობა. კი ბატონო, და რაღაც რეკომენდაციებიც აქვს, რომ აი სიტუაცია რაღაცა 50% 70% იქით აღარ შეგეძლია. ანუ ტექნიკა გვიფრთხილდება თვითონ, გეუბნება რომ ამის იქით უკვე დაგაზიანებოს, უბრალოდ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ დავუშვათ ინგლისურად წერია. კი ბატონო. კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავიძინოთ
გავიძინოთ ყურსასმენით და დილით მერე ვიპოვოთ ისევ სადღაც იქვე ახლოს ყურსასმენი და მთელი ღამის განმავლობაში. მე ვთქვა რომ კონცერტზე ვიყავი და მესის ბრავო ხო? კი ბატონო. ირაკლი ძალიან დიდი მადლობა წარმატებულ ოპერაციებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ ხშირი სტუმარი იქნები ჩვენი გადაცემის. ჩვენი სტუმარი იყო ოტორინოლარინგოლოგი ირაკლი ანთია და ჩვენ ვისაუბრეთ ყურის, ცხვირის და ყელის დაავადებებზე და ხორხის, რომელზეც არ გამიმახვილებია ყურადღება, მაგრამ არაუშავს შემდეგში აუცილებლად მოგვიწევთ და კიდევ ვისაუბრებთ. მადლობა. ჩვენ რამდენიმე წამში დავუბრუნდებით. შემდეგ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ანუ ტელევიზორი და ინტერნეტი პრინციპში დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ სხვადასხვა რაღაცას ვადევნოთ თვალყური ხოლმე და ვიცოდეთ დავუშვათ სოფლიოში რა ხდება ხო სხვადასხვა ქალაქებში და ალბათ არაერთხელ მოგვიკრას თვალყური, დავუშვათ ისეთ რაღაცაებს, რომ არა მარტო რაღაც საერო დღესასწაულები, არამედ ეს ვიწრო დღესასწაულებიც არსებობს, ხო? მაგალითად, აქვს ქალაქებს, აქვს უბნის დღესასწაულებიც კი. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი ქალაქიც არაა გამონაკლისი და ვინც ფარნავაზ მეფის და გამსახურდიას კვეთაში სადმე ახლოს ცხოვრობს, აი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან განსაკუთრებით, იხდება უკვე რაზე საუბრობ. ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით დააკვირდებოდა, რომ 28 აგვისტოს ზეიმობს ხოლმე უბანი ძალიან კარგ რაღაცას გარეთ ბავშვების ჟიამულია, ბუშტები, ცარცები, მოკლედ მთელი ამბავია ხოლმე ტკბილეული და ბავშვები ერთობიან, ისმენენ ზღაპრებს და არა მარტო, მოკლედ მთელი დღე მიზღვნილია უბანს. და მოკლედ მე უკვე ცოტა დიდი ვიყავი ეგ ამბავი რომ დაიწყო შესაბამისად მე უფრო ხედავდი ამას, ჩემი და აქტიური მონაწილე იყო ხოლმე და არა მარტო ჩემი და ბუნებრივია და მახსოვს ის სიხარული, როდესაც ბავშვები ზეიმობდნენ, მახსოვს ისიც, რომ დაუშვათ სხვა უბნიდან გადმოდიოდნენ ბავშვები და ამბობდნენ ნეტა ჩვენთანაც თუ შეიძლება მსგავსი რაღაც გაკეთდეს და კი შეიძლება გაკეთდეს ერთის მხრივ თუ დავუკვირდებით ყველაფერი რაც ტელევიზორშია, მაინც და მაინც შეიძლება ცოტა მოიხედო და ჩვენთანაც ხდებოდეს და შეიძლება ვიღაცა ამას გადაღებულს უკვე დღესდღეობით smartphone-ის საშუალებით ხედავდეს და ამბობდეს ჩვენც ესეთი გვინდა და ჩვენთან ხდება ხალხი ეგეთი რაღაცა. კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ ყოველ 28 აგვისტოს ხდება მარიამოზე, ალბათ კოვიდის 1-2 წელი იყო გამონაკლისი, სხვა შემთხვევაში აქტიურად მიმდინარეობდა, შენ წარმოიდგინე და შენც წარმოიდგინე, რომ არა მარტო ბავშვები, დიდებიც კი ღებულობდნენ ამ ყველაფერს მონაწილეობას. ეს არის დღესასწაული, რომელიც წელიწადში ერთხელ. საინტერესო არის, რატომ მხოლოდ ერთხელ. ხო, და მოკლედ ავტორი არის პაატა ბოისტრაფიშვილი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცნობილი, როგორც ხატვარი, როგორც მეზღაპრე, როგორც პოეტი. ბევრ ფილმში შეიძლება შეგხვედრიათ, უკვე საკმაოდ ძველ ფილმებში, უკვე ახალგაზრდების გადასახედიდან და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იდეითაა, მოკლედ მოსული, რომელიც რა თქმა უნდა გუშინ არ გაჩენილა, ეს იდეა ბევრჯერ იხარშებოდა არაერთი ადამიანის თავში და საბოლოოდ რაღაცნაირად პაატა ბოისტრაფიშვილმა ამ ყველაფერს მოუყარა თავი და გაგვაცნობს თუ რაზეა ლაპარაკი, მოგბრძანდით თუ შეიძლება. აბა შემოგვიერთდეს. ეს ბუშტები. მოგესალმებით. მადლობა. რა ლამაც. ხათშორის გზაში ქუჩის მხატვრობას, ქუჩის მკითხულობდი და ერთ-ერთი წარწერა რაც შემხვდა იყო love ინგლისურად, ანუ სიყვარული და ალბათ შემთხვევით არ. ესეც სიმბოლურია. ხო, რამე თუ აღდგომის წმინვალე დღესასწაული გვიახლოვდება, მე დიდი მადლობა. იმერ საქართველოს უბრალოდ ღმერთი რო არ არსებობდეს, ადამიანმა ღმერთი უნდა გამოიგონოს და მეტად ის არის და როგორ არ უნდა გჯეროდეს მესი. როგორ არ უნდა აქედან გამომდინარე დავძალით. ყველას მოახლოებულს ილოცავთ გეფერებით, განსაკუთრებით ბავშვებს. ჩემი ყველაზე დიდი მრწამსი და სულიერი მდგომარეობა არის ბავშვები. მხოლოდ ბავშვებს სხვას ვერავის ვანდე ფიქრი. მომავალი გადაგვარჩენს. ერთადერთი ეს თუ გვიხსნის. ანუ დიდებმაც ბავშვი უნდა შუადღემ მშვიდობისად ყველას. დღემშვიდობისა მადლობა ამ სიტყვისთვის, მადლისთვის, რაც შემოიტანეთ, სიყვარულისთვის პირველ რიგში. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი უბნიდან მოდის ეს სიყვარული და იგრძნობა. ჩემი საყვარელი უბანია სხვათაშორის წლები დავდიოდი იმ ტაძარში, სადაც თქვენ ახლოს ცხოვრობთ.
ცისფერი იყო ეს ყველაფერი, ჩვენი სახლებიც ცისფერი იყო, მონასტერიც ხო, ცისფერი იყო და აქედან გამომდინარე ცისფერი უბანი ქვია იმ უბანს, რომელიც უკვე იქ დღესასწაულები 53 წელია უკვე უკეთება. კოვიდის დროსაც გაკეთდა. ერთადერთი ამოვარდნა იყო კოვიდის შემდეგ კიდე რაღაც პერიოდი იყო, როცა ბავშვებთან მიახლოება იგრძალებოდა, ანუ ბევრი ბავშვის შეკრება. ეს იყო ერთი წელი გამოტოვებული. როცა მაგდრეს წელი გარდა ეს ახალი იდეა მეზღვაპრის სახლი, ამაზე მინდა რომ მოგვიყვეთ. ხო, მე მინდა ბათუმს დაველაპარაკო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელით წიფება მოვლენებში თავისი ბეჭდის დასმა, თავისი აზრის გამოთქმა, მტკიცე აზრის გამოთქმა, რომლის შედეგადაც ესა თუ ის მოვლენა მოხდება. ჩემი ოცნებაა იქ სადაც მე ვცხოვრობ, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინ და თვითონ ეს ფართობი მთლიანად ფეხით მოსიარულეთა ქუჩა იყოს. ის ადამიანებიც ბედნიერები იქნებიან, ვისაც მანქანები ყავს, იმიტომ რომ სპეციალური ის ეკნებათ საშვი, რომლის მეშვეობითაც შემოვლენ. დანარჩენი ეს მოძრაობა, რაც ახლა ხდება იქ, ხო, შეიძლება შეგეშინდეთ, ალბათ თქვენ დაახლოებით მაინც იცით, ხო? იქედან მოდის მანქანა, აქედან მოდის მანქანა, ერთი სიტყვით იქ ცხოვრება შეუძლებელია. ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებაა, ხო, როდესაც ძველი უბანი გადაკეტილია, ხოლო დისტრიბუცია და რაღაც სპეციალური მანქანები შემოდის და არის სუფთა, სასეირნო, საჟრიებო. და მე ამ ურბანიზმს, რომელიც შემოჭრილია ბათუმში და რომელსაც თავისი ძალა აქვს, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი ვითარდება. ურბანიზმს თავისი ადგილი ჰქონდეს, მაგრამ იმ ძველს, რომლის ნიადაგზეც ეს ურბანიზმი დგას, ხო, ის ხომ უნდა არსებობდეს. და ეს არის ცისფერი უბანი. სადაც სხვათაშორის ტაძარიც ცისფერი იყო თავის დროს. დიახ, ტაძარიც ცისფერი. დღემდე ვერ ვეგუები იმ სტილს, რომელიც ახლა დღემდე შეზინეს. ცისფერი იყო. და აქედან გამომდინარე, როგორც კი იმის უფლებამოსილებას მომცემს მთავრობა, აჭარის მთავრობა და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია ქალაქის განვითარებაში და ჩემის აზრით ამას ძალიან კარგი პირი უჩანს და ყველა დიდი სიყვარული და ყველა დიდი გაგებით ხვდება ამ ფაქტს, დაშენების უფლება რომ მომცენ და მეზღვაპრის სახლი რომ გავაკეთო. და მაშინ ამ ჯოხსაც მისი სხვანაირი ფასი ექნება. აი ამ სიყვარულის ზარსაც სხვანაირი ფასი ექნება. მე ერთხელ კი აღარ ჩატარდება ეს დღესასწაულები, მუდმივად იქნება დღესასწაულები და ბავშვები ამ ზღაპრებში იცხოვრებენ და ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანა რა არის? მომავალი, იმიტომ რომ ამ მომავალმა უნდა შევქმნას ჩვენ, ამ მომავალმა ყოველი ჩვენთაგანი ასაკოვანი ადამიანი უნდა დაგვიტიროს და გაგვაცილოს ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანას და როგორ აუზრდით, აი ესე გაგვაცილებენ. ამასაც აქვს მნიშვნელობა. თან მით უმეტეს ჩვენი მისია და ჩვენი ამოცანა რა არის? თაობა აუზარდოთ. აი ეს არის ყველაზე დიდი ძალა ჩვენი მე ისთვისაც ვიბრძვი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო მეუფე დიმიტრის. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ამ ყველაფერს თავისი ხელმოწერით, თავისი კურთხევით სალამ მისცა. ჩვენს პატრიარქს, რომელმაც არაერთხელ იზრუნა ჩემზე და რაც ყველაზე მთავარია, მე ბედნიერი ვარ ამ ქალაქში, იმიტომ რომ ეს ჩემი ქალაქია. მე ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სპორტში რო გავდივარ და ბავშვობაში რო თევზს ვიჭერდი, ხო და ხანდახან ეს თევზიც ხო იყიდებოდა, ხო? ყველას უნდოდა ნედლი თევზი და ბედნიერი რო გავრბოდი სახლში, რომ დედილო,
აი ფული მომაკ, თევზი გაიყიდა რომ დავიჭირე. ახლა იმ ბავშვს ვეძებ პორტში. ანუ ჩემს ბავშვობას რომ თევზი ვიყიდო მისგან. თუ ვერ ნახე. სად გაქრნენ თევზები მაინც სად გაქრნენ? თევზები არა. მე თევზები. ჩემი ბავშვობა, რომელიც თევზს იჭერდა და ვისგანაც მე მინდა თევზი ვიჭირო, ის აღარ თევზი ვიყიდო, ის აღარაა. ანუ ჩვენი ბავშვობა იმდენად შორსაა და იმდენად ახლოს, რომ შენს ბავშვი ხდები და ამიტომ გიყვარს მთელი საბავშვეთი, დედამიწის საბავშვეთი, მეტადრე შენი ქალაქის ბავშვები, შენი ქვეყნის ბავშვები. ვინც არ იცის იმათთვის, ანუ მისღაპრის სახლი რას, ანუ ჯამში რას გააკეთებს ისეც შეიძლება უბანში ყველა მიცის. ხო, პირველი რასაც გააკეთებს ისაა, რომ უამრავი გამოფენები გაკეთება, რამე თუ ფეხით მოსიარულეთა ქუჩა იქნება და ეს იქნება ყველაზე კარგი ადგილი ბავშვებისთვის, სადაც მოვლენ და მიიღებენ მეზღაპრისგან ყველაზე დიდს, რაც კი შეიძლება ბავშვში, აი ყველაზე დიდი განათლება ბავშვში არის ზღაპრის რო სჯერა. ამ რეალობას რო არ უყურებს. შენ მეზღაპრე ხარ და მეზღაპრე ცდილობ რომ მასში ისეთი ზღაპარი გააცოცხლო. აი მაგალითად იყო ესეთი შემთხვევები რომ მე ვატყუებდი ბავშვებს. ჩემთან მოდიოდნენ და ჩიტი მომიკვდაო. ვამბობდი რომ მე მეზღაპრე ვარ, ყველაფრის გაცოცხლება შემიძლია რაღაც რა. მე მომიკვდა ჩიტი ბავშვობაში და დღემდე განვიცდი კი. ხო. და მოდიოდნენ ბავშვები და მოქონდათ მკვდარი ჩიტი, რომ მეზღაპრე გააცოცხლებს. მე ვატყუებდი ბავშვებს, ოღონდ ეს კეთილი ტყუილია, მივდიოდი დიღმის ბაზრობაზე, ვარჩევდი ზუსტად ისეთ ჩიტს, მომყავდათ ჩიტი გავაცოცხლე. მე მინდურის თაგვი მოყავდათ, ხო, ისიც თვითონ გავაცოცხლე და ერთჩვენიერ დღეს მოვიდნენ და მამა მიკვდებაო. ბავშვი მოვიდა და მამაო ისე გააკეთე რომ არ წავიდეს ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანასო, შენ ყველაფერი შეგიძლიაო. და აი წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდი და ღმერთს მადლი, რომ ის ადამიანი გადარჩა და ყველაფერი ღვთის მადლით ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ იმ ბავშვებს დღესაც ჯერა რომ მე გადავარჩინე. ანუ ეს კეთილი ტყუილია. ამ კეთილ ტყუილში მინდა ვამყოფო ეს ბავშვები და მე როცა გაიზრდებიან, თვითონ მიხვდებიან რომელი ფერი, რომელი გამა, რომელი მელოდია და ასე შემდეგ რა, რაზე იფიქრონ. მაგრამ ბავშვს ხო ის პატარა ბავშვობა უნდა შეუქმნა, ის ზღაპრის დაჯერების უნარი უნდა ასწავლო. თორემ მე რო გაიზრდება, მე თვითონ ყველაფერს მიხვდება. ბავშვობა უნდა გაიაროს, სანამ დიდი გახდება. ბატონო პატარა, სხვადასხვა ჩვენ საუბრობთ ტყუილზე და ბავშვებზე და აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილი არის ბავშვებისთვის ფანტაზიის უნარი, რომელიც თურმე ძალიან საჭირო ყოფილა ბავშვის განვითარებისთვის და ზღაპარშიც ხო ფანტაზიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა. იცით რა არის? მე მქონდა თბილისში ბუჩუკუნას მინდორი. მე მყავდა ჩიტი ბუჩუკუნა რომელსაც დაჭიროვანას ვეთამაშებოდი სახლში. ჩემს ესე გუგაში ეძინა. ხო და ის რო გარდაიცვალა, გავაკეთე შინაური ცხოველების და ფრინველების სასაფლაო. და მოდიოდნენ, მაგალითად, ჩემი უბნის ბავშვებს ლაგატკა, ანუ შურდული, ხო, როგორც არის, არ უსვრიათ. იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვასაფლავებდით ზღვის გოჭებს, ჩიტებს, ბუებს, კუებს, რა ვიცი, ყველაფერს და ისინი ხედავდნენ ამას მისი თვალით, რომ ჩვენ ანუ სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ხო, და ისინი არასოდეს არ ესროდნენ ჩიტებს და აი აქედან გამომდინარე, მაგალითად, სიყვარულის უბანი თბილისში, ხო, გამორჩეული უბანია. მე შემიძლია ხართთან დავიფიცო ეს. იმიტომ რომ ციყვებია, კუებია, ზღარბებია, შაშვებია, ტოროლებია, ჩხართვებია, კოდალებია, მტრედებია, გნოლებია, რა ვიცი. ციცინათელებიც კი ვნახე. სუფთა უბანია და როცა ქვია სიყვარულის უბანი, ხო,
ყველანი მაინც გინდა არ გინდა ამ სიყვარულის გარემოცვის ქვეშ არიან. იმიტომ კი არა ვთქვათ, ისინი უკეთესი ქართველები არიან ვიდრე სხვა უბანში. უბრალოდ სიყვარულის უბანი მათზე მოქმედებს. მათ ეს უნდათ თუ არ უნდა. ბალიჟზე როდებენ თავს, ხო? სიყვარულის უბნელები არიან და სიყვარულის უბნელობა ყურში, ხო? როცა გესმის სიყვარულის უბანი, ხო, არ გაძლევს იმის საშუალებას ცუდი გახდე. იმიტომ რომ მაინც გინდა არ გინდა მოქმედებს. თან როგორი და ზღაპრის დანიშნულებაც ეგაა. ხო, ეგაა. ცუდი რო არ გახდა. ზითელია, ხო? რო იკითხავენ, თქვა, გოგონა, რომელიც ოჯახდება, რომელი უბნიდანაა, ხო? სიყვარულის უბნიდან. უკვე მზითელია, ხო? აი ესეთი მინდა ბათუმი იყოს. მე ვარ სიყვარულის უბნიდან. და ჩემთან ახლოს არიან ტრედები, რომლებსაც ვაპურებ ყოველ დღე ფანჯრიდან. და სხვათა შორის როგორც ფანჯარაში გადავდგები, მოფრინდებიან ხოლმე ჩემთან მაშინვე და მაქვს იქ დალაგებული სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ასევე ვინახავ ნარჩენებს, რომ ფისოებს ეზოში რომლებიც ცხოვრობენ და ძაღლებს ჩაუტანო და კარგი მეზობლები მყავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ბაყაყებიც ყიყინებდნენ მესმა და დიდხანს ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ნუიცინით. ხო, არა. ეს ჩემი ბავშვობის ხმებია, რომლებიც ზუსტად მიღვიძებდა ძალიან საინტერესო ჰუმანურ ფანტაზიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გეთანხმებით ადამიანად ჩამოყალიბებაში. ხო, ახლა მე ბაყაყებსაც ველაპარაკები, ჩიტებსაც ველაპარაკები, გველებსაც ველაპარაკები. ახლა უბრალოდ სხვა გარემოა, თურე ბაყაყივითაც დავიყიყინებ, ვთქვათ, ჩიტივითაც დაუსტვენ, მამალივით, ქათამივით, რა ვიცი, ძროხასავი და თუ კი რამე არსებობს და აი ეს არის ჩემი სალაპარაკო ენა ბავშვებთან. იმიტომ რომ ბავშვებს კანტის ფილოსოფიით ხო ვერ დაელაპარაკები და შოპენ გაუერის, ამიტომ ბაყაყი უნდა გახდე, ხო? ამიტომ ჩიტი უნდა გახდე, რომ იმანაც იგზნოს შენ ვინ ხარ. გაუბრალოდეს. ბავშვთან თუ გინდა ურთიერთობა, უნდა იყოს უბრალო. მე მგონი დიდსაც რო გაგიჭირდება ცხოვრებაში ყველას აქ ძიმე მომენტები, ალბათ ყველაზე კარგია, როდესაც მე გაიხსენებ შენს ბავშვობას იმ ბედნიერ დროს, იმ რაღაც მომენტებს, როდესაც მართლა არაფერზე არ დარდობდი, მხოლოდ ფანტაზიით და ზღაპრებით ცხოვრობდი და ალბათ იქ ეძებ მე ამ რესურსს, ხო? იმ სიკეთეში რაც მიიღე გარშემოყოფებისგან და ალბათ მე ადვილად უმკლავდები პრობლემებსაც დასრული რო ხარ. როდესაც ზღაპრიდან მოდიხარ. საერთოდ ზღაპარმა უკაცრავად ზღაპარმა იცის ზღაპრის სიყვარულმა იცის მადლიერების გრძნობის აღმოჩენა შენს თავში. ამაზე დიდი არაფერია. მეგობრობა იცის, სიყვარული იცის, თანადგომის ფასი იცის, თავგანწირვის მნიშვნელობა იცის ყველამ, ვინც შეძლო და აღზარდა საკუთარი თავის ზღაპრებზე და ამაში განსაკუთრებული წვლილი ძირითადად მიუძღვით ხოლმე მშობლებს. მე დედას მინდა უთხრა განსაკუთრებული მადლობა, მადლობა, იმიტომ რომ ყველა ღირებულება შენ მაზიარე ღრმა ბავშვობიდან, აი ბატონი პაატაც ხელს გიქნევს და მადლობას გიძღვნის. ეს არის ჩემი გულითადი მადლობა. თან ახლა სანთელიანთია და ერთგვარი მანიფესტი გამომივა. დღემდე მახსოვს ყველა ის თვისება, რომელიც საკუთარ თავში განვავითარე, დიახ, არის ზუსტად ზღაპრების და იმ შემეცნების დამსახურება, რომელსაც ვეზიარე ბავშვობიდან და სხვათა შორის მახსოვს სვანურ ზღაპრებზე გადავედი ბოლოს, აი ყველან ტიპის ზღაპარი რომ წავიკითხე, რაც თუ არსებობდა. სამეზობლო ჩემ ძირითადი მოტივი იყო ხოლმე, როცა სტუმრად შევდიოდი მეზობლებთან, პირველ რიგში ბიბლიოთეკასთან მივდიოდი და არა მხოლოდ მეზობლებთან, ათესავებთანაც. დღემდე ვიცი ვისთან რა წიგნებია და თუ განაახლეს, ანუ ამაზეც ვიღებ ხოლმე შემდეგში ინფორმაციას და მახსოვს რომ ბოლოს როცა ამოვწურე სამეზობლოს ბიბლიოთეკა, დავიწყე ბიბლიოთეკაში სიარული გრიბოედოვის ქუჩაზე. ცოტა შორს იყო ჩემი სახლიდან იმისთვის რომ მარტო წავსულიყავი და მახსოვს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი ზუსტად ეგ იყო რომ გადავწყვიტე და მარტო წავსულიყავი ბიბლიოთეკაში და თავად გამომეტანა წიგნი იქიდან. მოკლედ მადლობა ამ ინსპირაციისთვის, რაც მოგვიტანეთ, იმიტომ რომ ყოველდღიური ცხოვრება არის ბევრი უსარგებლო რაღაცებით სავსე, ამიტომ ჩვენერი ადამიანები გვეხმარებიან, რომ დავბრუნდეთ რეალობაში და რეალობა ნამდვილად არის ზღაპრული კი. სხვათა შორის ახლა ამბობდი, მოვიარე ყველგან და ვნახე წიგნები და რაღაცა და მე შენთან არ ყოფილა. ბევრ ზღაპარს, ოდესაც კითხულობდა სხვა ქვეყნის ზღაპრებსაც ერთო ეთნობის სხვა კულტურის, ხვდები რომ შეიძლება სიმღერით, მხატვრობით, ფილმით რაღაცით განსხვავებები იყოს, მაგრამ
ზღაპრები ყოველთვის არის სიკეთის მოუწევი და კეთილად აღზრდელი. ყველა ქვეყანაში სადაური ზღაპარიც თუ ზღაპარი თუ ბავშვებისთვისაა დაწერილი და ეს სულ ერთია თუ შენ ანუ ისენა იცი ან ნათარგმნს კითხულობ გმირების გარდა მორალი არ იცვლება ყველა ზღაპარი არის რომ რაღაც გმირი რაღაცას გადაწყვიტავს გაივლის რაღაც გზას და საბოლოოდ კეთილი ამარცხებს ბოროტს როგორც საკუთარ თავში ასევე გარემოში და ღებულობ მერე შედეგს კეთილი ადამიანი იზრდება ჩემი აზრით ყველაზე მთავარი არის ის რომ მეზღაპრის სახლის აშენების უფლება მოსილება მოვიპოვო დღეს არქიტექტურის და ბინადმშენებლობის დეპარტამენტში უნდა შევიდე 3 საათზე მეგობრები შემომყვებიან ვიცემერთან ყოფნის დროს მან ამ საქმეს ღიმილი აჩუქა თქვენ გესმით რას ნიშნავს როცა ადამიანს აჩვენებ ამ ჩანაფიქრს და გაგიღიმებს და ბედნიერი იქნება ვითომ მისია ეს ჩანაფიქრი იმდენად ბედნიერია ბატონ გიორგის დიდ მადლობას ვუხდი წინასწარ ქალაქის მერს დიდ მადლობას ვუხდი იმიტომ რომ მე მჯერა რომ ამ ყველაფერს გაიზიარებს და ყველაზე მთავარი ქალაქში იქნება მეზღაპრე სიყვარულის ჯოხით და სიყვარულის ზარით ეს იქნება სხვანაირი ამოსუნთქვა ქალაქისთვის ეს იქნება აი ხავს რომ ეჭიდები ხო აი ესე მოეჭიდება უფროსები ხავს თავისი ბავშვებისთვის იმიტომ რომ მეზღაპრისთვის მდიდარი ღარიბი მაღალი დაბალი არ არსებობს ხო აი როგორც მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს ხო ისია მეზღაპრე ხო როგორ უნდა გამოარჩიოს მეზღაპრე მაშინ მეზღაპრეა ხო თუ იზახი რომ აი ეს მომწონს ეს არ მომწონს მე რაც არ უნდა ცუდი გამიკეთოს ადამიანმა ხო მე უფლებაც არ მაქვს მაგრამ ცუდად ვიფიქრე როცა ეს ზარი კიდია და როცა ეს ჯოხი გიჭირავს ხელში სიყვარულის უკვე უფლება აღარ აქვს იმიტომ კი არა კარგი კაცი ვარ უბრალოდ დრო აღარ მაქვს სიცუდისთვის იმ სიცუდესაც დრო ხო უნდა იმასაც ფიქრი ხო უნდა რომ სიცუდე ჩაიდინო მე მაგის დრო არ მაქვს მე იმედი მაქვს, რომ თქვენი მოლოდინის შედეგი ის იქნება, რაც გგონიათ და ჩვენ გვექნება სივრცე, სადაც არა მხოლოდ ბავშვები იქნებიან, არამედ მოზარდებიც ხშირად ფივლით დასასრული იქნება, იმიტომ რომ თუ ღრმად ჩაუკვირდებით, მიხვდებით, რომ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის ვართ და რა ასაკში ვართ, სადღაც ჩვენს გულის სიღრმეში მაინც ბავშვი ცხოვრობს, ხო, ჩვენ გვიზრდებით, გვემატება ასაკი, ვიზუალურად ვიცლებით, მაგრამ ის რაღაცა ბავშვი ყოველთვის არის ხოლმე ჩვენ და მე მინდა მშობლებს უთხრა რომ ზღაპარი არ არის ტყუილი, ეს არის ფანტაზია და თუ ბავშვს ზღაპარი უყვარს, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში არის, ესე იგი მას ფანტაზიის უნარი აქვს, ეს უნარი კი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო ბავშვის განვითარებისთვის. მოკლედ შეგვიძლია ვთქვა, ნუ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნუ დავიტოვებთ დროს ცუდისთვის. რა თქმა უნდა. ხო, ერთხელ მიბადები ამ ქვეყანაზე ამ სახით. აი რატო უნდა გააკეთოს სიცუდე? აი უბრალოდ არ მესმის. აი რატო უნდა გააკეთოს სიცუდე, როცა ერთხელ იბადები ამ ქვეყანაზე ამ სახით? მე ბალახად მოევლინები თუ ფოთლად მოევლინები და სული რო უკვდავია, ეს გასაგებია, მაგრამ ის შენი უკვდავი სული რატო უნდა დაამძიმოს სიცუდე? აი რატო? და როცა ბავშვებს თაობებს ავზრდით, მუდმივად ვსვამთ მაგ კითხვებს. და ველოდებით პასუხებს. იმედია მივიღებთ ამ პასუხებს. პასუხი არის ერთი. უნდა დადიოდეს ერთი ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს. ერთი რაც გინდა დაუძახეთ, შტერი, დებილი, ერთუჯრედიანი, ოღონ ის უნდა იყოს, ის უნდა არსებობდეს, რომელიც უნდა დადიოდეს და უნდა ეუბნებოდეს ყველას. მიყვარხარ ძვირფასო, მიყვარხარ და აი ესე უნდა მე თქვენ მიყვარხართ. ხო, აი ეს არის ყველაზე მთავარი. როცა ჩვენ ერთმანეთს ვეთქვით, რატო? იმიტომ რომ ჩვენი თვალები გადაიქცა დიდ დერეფნებად და დადიოდა დერეფნებში ჩვენი აზრები, გვტკიოდა ხილვა ერთმანეთის ფიქრების ცოდნის. და როცა ჩვენი ფიქრების ცოდნა გვეცოდინება,
ბედნიერები ვიქნებით. და ბედნიერება ისი რა მარტივია და რა უბრალოა, უბრალოდ დანახვა უნდა. თუ ვერ დაინახავ ბედნიერებას, ის არასოდეს არ იქნება. ის ვაშლი არა, შეჭამო და გაძღე. ბედნიერება უნდა დაინახო. ბედნიერები ვართ. ეს ნავაღიაროთ. მე გთხოვთ ყველას, გემუდარებით, დაინახეთ ბედნიერება. აი თქვა წახვედით, ხო? სადმე. მე მოხვედით. ვითომ პირველად უყურებთ თქვენს მეუღლეს, თქვენ შვილს, თქვენს ნათესავებს, ხო? და მივხვდით რა ბედნიერები ხარ. რა ცოტა ყოფნის ადამიანს რომ ბედნიერი იყოს. მიყვარხართ და იცოდეთ, სიყვარულზე დიდი, მხოლოდ სიყვარულია. ძალიან დიდი მადლობა. აი, ისე ზღაპარში მოგვაქციეთ, ახლა არ მინდა ამ ზღაპრიდან გამოსვლა. თუმცა და ეს დღეს არ დამთავრდება და იმ შემთხვევაში თუ მეზღაპრის სახლი შესრულდება როგორც პროექტი, რაც უფრო აქეთ და ახლოს ყველაფერს დრო სჭირდება, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანს ექნება საშუალება რომ ეზიაროს ამ ბედნიერებას. და თან, რა ვიცი, ბევრი ადამიანი მოგზაურობს სოფლიოში იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული დეტალები იპოვონ, დაუშვათ ყოველ კონკრეტულ ქალაქში არის რაღაც პატარა ისტორია, მითი, რომელიც იმ ქალაქს ამშვენებს. მაგალითად არის ქალაქები, სადაც ყველაზე ვიწრო ქუჩაა, ყველაზე ისეთი სახლია, ყველაზე რაღაცა საათია, ყველაზე ვიღაცა ცხოვრობდა ისეთი, რომელმაც შეცვალა, დაუშვათ ცნობიერება, ხო? და ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავიდანვე და პრინციპში იცით ბათუმელებმაც, რომ ძალიან ბევრი ხელოვანი ადამიანი და არა მარტო, ყველა ადამიანი ხელოვანია რაღაცაში, გაჩნდა ამ ქალაქში, შეგვიძლია კიდე ერთი წერტილი შევმატოთ, ისეთი, რომელიც უცხოსაც გააჩერებს და დააფიქრებს იმაზე, რომ უი, ამ ქალაქშიც ნახე რამდენი ხანია რაღაცა ხდება, ბედნიერი ადამიანები დადიან ამ ქუჩაში. და გადამდებიათ ამ, ხო შეიძლება გადამდები იყოს და ამ ინფექციით ვიყოთ დაავადებული ბედნიერებით და არა ბედნიერებით და სიყვარულით. კი ბატონო. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ, 3 საათზე ვიცით რომ აღნიშნეთ შეხვედრა გაქვთ და იმედია ეს ყველაფერი მალე დასრულდება და სასიკეთო. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ბედნიერი კაცი რომ დავიბადე ამ ქალაქში, მე ვარ ბედნიერი კაცი რომ ამ ქალაქმა აღმზარდა, მე ვარ ბედნიერი კაცი რომ ზღვის ნატეხი ვარ და მე ვარ ბედნიერი რომ ის ზღვის სუნის წავიღე თბილისში და ამ ზღვის სუნის სიყვარულს ვაფრქვევ იმ ადამიანებს, რომლებიც სიყვარულის უბანში ცხოვრობენ, ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობენ, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და იმედია ღმერთი ამ ქვეყანას კეთილი თვალით გადმოხედავს, ხანდახან ჩვენს უნდა მის მიმართ მობიელები და მართლები ვიყოთ, თუ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება წარიმართოს ღვთიურად და ადამიანურად. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. მიყვარხართ ყველა. შუადღე მშვიდობისა ბათუმი. ნამასკარე, ნამასტე. ესე იგი სიყვარულის თემით პრინციპში გამოგვევა ახლა ჩვენ გაგრძელება ერთ-ერთი გოგონას ისტორია, ეთნიკურად ქურთი გოგონას ისტორია, რომელიც არის 16 წლის მოზარდი და მას ამ ქალაქის მცხოვრებლებმა დაეხმარნენ, აუხდინეს ოცნება, რომელიც უკავშირდებოდა განათლების მიღებას. ნონა მგზავრიძემ გაიცნო ლეილა და ნახოთ ახლა მისი ისტორია. მე მომეცა სწავლის შანსი. მე მინდა, რომ ეს мотиваცია გახდეს სხვებისთვის. ეს ლეილა 16 წლის ქურთი გოგონა, რომლის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ლეილამ არ ისურვა ტრადიციულ კალაპოტში ჩადგომა და ცოდნისკენ მიმავალ გზას დაადგა, რომელიც ოცნებების ასრულებისკენ წაიყვანს. ჩემი ბავშვობა ცოტა კაი იყო, მაგრამ არც ისე კაი არ იყო. არ მინდა მეურეჯი რომ აი ბავშვობა ვიყო. ეხლა კაია. ეხლა ძალიან მიყვარს რომ ყველაფერს ვაკეთებ, რაც მინდა ვაკეთებ. ძლიერი გოგო ვარ. პატარა რომ იყავი, მეც მინდა დასწრე სკოლაში რომ მიარო.
გოგოებს რომ ხედავ, მეც მინდა და მას სკოლის წესასმელი მეცვა. მეც მინდა გოგოებს რომ უყურები, მეუბნებოდი რა, ეს სკოლა ძალიან საინტერესო რამე და მეც მინდა ვიარო რა. ანუ მარტო კი ასე ვიცი, მე წერებ თხო მარტო მაგი არა, ბევრი რამე არის სკოლაში. სადაც დიდი სურვილია, იქ შესაძლებლობებიცაა. ასე გაიგო საქველმოქმედო ფონდ იალქანზე, როცა ფონდში მივიდა, ხელმძღვანელმა მისი მონდომება დაინახა. ლეილას კი მიეცა შანსი განვითარებისთვის. დღეს ის ყოველდღიურად სწავლობს იმ საგნებს, რაც სკოლაში ისწავლება. რადგან სწავლა მინდოდა, მეც არ ვიცოდი იალქანი რა არის, მაგრამ სახელი გავიგე, მაგრამ იალქანში ნაყოფი არ ვიყავი. და ჩემს ძმისშვილს მე შევთხა, იალქანი რა ფერი ადგილია, კაია, თუ რამეა ისე, გამიყე. მე ხარ მასაც კიდე აკეთებ სკოლაში კიდე წაგიყვანებენ, რასაც კიდე წერა კითხვა გინდა ისწავლო, მოგცემენ ყველაფერს. ანუ რასაც გინდა მოგცემ და ჩემთვის ძალიან საინტერესო წავიდა მაგი. წერა არ ვიცოდი კარგად და მაგი ვისწავლე კარგად, 9-ზე ვიღვიძები და მე ვდგები და იალქანზე მივიდე პირველად. ძალიან საინტერესოა სკოლა რაღაცები რა. ჩემთვის ძალიან საინტერესო რამეა. და ძალიან კაია რა, არ ვიცოდი ვისწავლე სკოლაში. სხვა გოგოებისაც ვიც კაია ესა. მარტო ქუჩაში რომ იცი მაიკა, მარტო კი არა. სკოლაში რომ უნდა ვიარო და ყველაფერი უნდა იცოდო კარგად. ლეილა ახლა უამრავ საინტერესო წიგნს კითხულობს და საკუთარი მომავლის აშენებას სწავლობს. ის ძალიან ემპათიურია და უნდა, რომ ყველა ადამიანს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს. ხალხები რომ გარეთ არიან, სახლები რაღაცებია რომ მაგი ძამტკენს გულს. რომ ადამიანს ზდება, უკვე ადამიანი ემრება, მე პატარა რომ ვიყავი, რატომ არ გავაკეთე ესენები. ისენები მეც მიდოდა სერ მოახტო, გააკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება მომავალში ვერ გააკეთო. ახლა გააკეთე რომ მომავალშიც გააკეთო. იმიტომ რომ მეც მინდა რომ ყველა ასე კაი იყოს. ყველას კაი ბედი ქონდოს კაი სულ. მას უამრავი ოცნება აქვს და დარწმუნებულია რომ აიხდენს. უკვე ჩააბარა საატესტატო გამოცდა. ახლა კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება კულინარიის მიმართულებით. ეს გზა მხოლოდ ლეილას ისტორია არ არის. ეს იმ ასობით გოგონას იმედია, ვისაც სწავლის სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ ამის შანსი არ მისცემია. მოკეთ ვიცნობ აი ამ გოგონას, ვეუბნებოდი ახლა ჩვენს რესპონდენტს, მაქვს მასთან ერთად რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი გატარებული. კაფეში ხშირად შევხვედრი ვარ, მოკლედ რაღაც საჩუქრებიც გაგვიცვლიან, ყოველ შემთხვევაში მე მიჩუქებია მისთვის, საყურები მოეწონა მახსოვს მის მეგობარს და ნაყინზე დავპატიჟე და მე ვიდეოები გადაიღეს TikTok-ი, ძალიან კომუნიკაბელურები არიან და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ის რომ მათ სჭირდებათ განსაკუთრებული ხელშეწყობა, როდესაც საქმე ეხება ჩვენ სახელმწიფოში მათ განათლებას და იმ სერვისების მიღებას, რითიც ქვეყნის დანარჩენი ამ შემთხვევაში ქართველი, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა სარგებლობს. ჩვენი სტუმარი არის ფონდ იალქანის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე, რატომღაც დამჭირდა შეხსენება თქვენი სახელის დაკვარის, მაგრამ გადავამოწმე უბრალოდ ველოდი რომ ლეილაც იქნებოდა ჩვენთან ერთად, მაგრამ ალბათ თავი შეიკავა. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. აღნიშნეთ უკვე რომ ძალიან დიდი შრომა ჩადეთ ლეილას განათლებაში. რა საიდან დაიწყო ეს ისტორია? მოგმართათ მან თავად თუ თქვენ აღმოაჩინეთ ლეილა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები თქვენს მაყურებელს და გავაგრძელებ თქვენს თემას. ლეილას მთელი ბათუმი იცნობს, ანუ მე არ მახსენდება ადამიანი, ვინც არ იცნობს, არ უყვარს და საოცარი კომუნიკაბელური ადამიანია რაღაც, აი როგორც კი შემოვა სადღაც ნებისმიერ სივრცეში, მიუხედავად იმისა ეთნიკური თემების მიმართ ზოგადად ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდევ აგრესიულია და დამოკიდებულება აქვს ძალიან ცუდი, ლეილას შეუძლია ნებისმიერ სივრცეში დაიმსახუროს ძალიან დიდი სიყვარული და ეს არის ალბათ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი. კომპლიმენტები უყვარს ძალიან ლამაზი გოგონაა და როცა რაღაცის განსაკუთრებული აცვია ხოლმე ძალიან მოსწონს, როცა ჩვენ ამას აღვნიშნავთ, რაც შეეხება ლეილას განათლების იდეას. მე ვერ ვიტყვი რომ ეს ჩვენში დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ წლები ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და თემებზე და ჩვენი პრიორიტეტი მაინც არის ქუჩაში მცხოვრები მომუშავე ბავშვების ცხოვრების შეცვლა და ამათთვის ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება, მათ შორის განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ლეილა ყოველთვის ნებისმიერი შეხვედრის დროს აღნიშნავდა, რომ მას უნდოდა სკოლაში სწავლა და
მისი ოცნება არის რომ დაამთავროს უნივერსიტეტი. თუმცა როცა ჩვენ რაღაც გარკვეული პერიოდი მახსოვს რომ ლეილას ირგვლივ მუდმივად მუსირებდა რომ აი ვიღაცა მასწავლა, ვიღაცამ რაღაცა გააკეთა, ვიღაცები დაეხმარა, მაგრამ მივხვდით რომ ეს კომპლექსური მიდგომა რაც სჭირდებოდა განათლების მისაღებად ლეილას არასოდეს არსად არ იყო ჩადებული. მივხვდით სხვათა შორის ვკითხე მე, მაგრამ მხოლოდ მას ვინც ახლდა გოგონა ახლდა თუ არ ვცდები თავისი თითქმის თავისი თანატოლი თუ სწავლობთ მეთქი სკოლაში და კიო მითხრეს, მაგრამ ეს იყო შარშან და ხო, ჩვენთან დადიან ბოლო რაღაც 2 წლის განმავლობაში, ოღონდ ეგ იყო ძალიან მოკლევადიანი მოსვლები, სანამ ოფიციალურად არ ჩავუჯექით საკითხს, რომ ლეილამ აუცილებლად უნდა მიიღოს განათლება, დაიჭეროს ხელში საბაზისო ატესტატი, მიიღოს პროფესია და შემდეგ უკვე დავიწყოთ მის ოცნებებზე მიდევნება. რეალურად ამ გოგონას ჰქონდა საბაზისო რაღაც მინიმალური უნარჩვევები, რაზეც ჩვენ დაგვჭირდა მართლა უკვე აღვნიშნე გადაცემის დაწყებამდე ტოტალური შრომის ჩადება იმისთვის რომ მიგვიღო ის შედეგი რაც მიიღო თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება ძალიან ჭიდროდ ითანამშრომლა განათლების სამინისტრომ და არ შემიძლია არ აღვნიშნო იმდენად იშვიათია ხოლმე ესეთი მხარდაჭერა, იმდენად იშვიათია სკოლის მხრიდან მზაობა, ხშირ შემთხვევაში ეს ეთნიკური თემები ზუსტად სკოლაში იჩაგრებიან ძალიან და აქედან გამომდინარე, თუ ვთქვათ მოახერხეთ და ჩავრიცხეთ, იქ დამოკიდებულება პედაგოგის, მშობლის, კლასელის მხრიდან იმდენად კაცრია და იმდენად აგრესიულია ამ თემების მიმართ, რომ ბავშვებს უწევთ ხოლმე სკოლის მიტოვება. ეს იყო ლეილას შემთხვევა ძალიან განსაკუთრებული, როცა პირველი საჯარო სკოლა ბოლო წუთამდე გვედგა გვერდში, გვეხმარებოდა, ხელს გვიწყობდა, არ შემიძლია. იმდენად ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, რომ ყოველდღე შემიძლია ვახსენო ბატონი ნუგზარის სასწავლო ნაწილი, რომელიც ყველა მიღწეულ შედეგზე მირეკავდა და მეუბნა, აი ლეილამ დღეს ეს თქვა, ლეილამ დღეს ეს გააკეთა, ლეილამ რაღაცა საოცრება ჩაიდინა და ის პატარა რაღაცა მიღწევები, რასაც ლეილა ყოველდღე სკოლაში აწყდებოდა, არა მხოლოდ ჩვენთვის გახდა საიმედო რაღაცა საამაყო და ბედნიერების მიზეზი, არამედ თვითონ სკოლაც აღიქვამდა ამას, რომ ეს იყო მათთვის თავს მიღწეული შედეგი და გასაზიარებელი ბედნიერების ფაქტი და ვამბობ, რომ აი როცა ესე კომპლექსურად სახელმწიფოც და ის სტრუქტურაც და სხვა უწყებაც, რომელიც მუშაობს ბავშვზე, ეს რგოლად იკვრება და რაღაცა კარგს აკეთებს, ვფიქრობ, შედეგით საზოგადოებაც გამოყოფილია, ბენეფიციარიც გამოყოფილია, ჩვენც თვითკმაყოფილები ვართ. სიხარულით ამბობს, ძალიან ბედნიერი ვარ ახლა. საინტერესოა სამინისტრო როგორ დაგეხმარათ უშუალოდ თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდი შრომა გასწია. რა პროცედურები არის გასავლელი იმისთვის, რომ მიიღონ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა განათლება, ვისთვისაც არ არის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი. ზოგადად ხელმისაწვდომი განათლების მიღება კანონის დონეზე ყველასთვის არის. უბრალოდ აქ არის ერთი ძალიან მარტივი საკითხი, რაზეც არის ძალიან ბევრი საშრომი. ეს არის თემთან ურთიერთობის დამყარება კომუნიკაციის, იმიტომ რომ ეს თემი დღემდე ითვლება ძალიან ისეთ შეუღწეველ თემად და ისინი თვლიან განსაკუთრებით გოგონების ნაწილში, რომ განათლება არ არის აუცილებელი. ის რომ მათი ნდობა მოიპოვო, ის რომ მათ თქვენ ეგს ბავშვი გათხოვონ. ფაქტიურად ესე გამოდის, იმიტომ რომ რაღაცა რესურსი უნდა ჩადო, ის რომ გამოუშვან შენთან, იმიტომ რომ ეს ბავშვები დაკავებული არიან ქუჩაში სხვადასხვა საქმიანობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს ამაში რაღაცა გაცვლითი პროდუქტის ჩადება, აი მაგალითად თუნდაც პროდუქტის ჩუქება, ტანსაცმელის ჩუქება მათი ოჯახებისთვის და ჩვენ ფაქტიურად ვთხოვულობთ გარკვეული პერიოდი ამ ბავშვებს, რათა ეს ბავშვები ვამეცადინოთ, მოვამზადოთ, გაკვეთილი ვასწავლოთ. ამას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ჯერ არ აქვს ეს მზაობა, რომ ეს ეთნიკურ თემებზე გავიდეს და ჩადოს უამრავი რესურსი და ყველა ბავშვი, რომელიც ამ ეტაპზე ქუჩაში იმყოფება, მოამზადოთ სწავლისთვის და შემდეგ უკვე შეიყვანოს საჭიროებები უნდა დაუკვირდეთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა, საჭიროებები და ინტერესი უნდა გაუჩინო. ხა ლეილასაც ჰქონდა გარკვეული სირთულეები, მათ შორის როცა მოდიოდა და ხვდებოდა, რომ ეს საქმე იყო ძალიან რუტინული და სისტემატიურ შრომას ითხოვდა, მალე ბეზარდებოდა. მაგრამ ჩვენ ვიცოდით მისი ინტერესები, რა აინტერესებდა, რა უყვარდა, რისი შეიძლება ჩაგვენაცვლებინა, ვინ ყველაზე მეტად ვისთან მუშაობა მოსწონდა და ესე გვიწევდა რაღაცების ლავირება, პედაგოგის შეცვლა, ხშირ შემთხვევაში
შემთხვევაში რაღაცის ჩანაცვლებით წარმახალისებელი საჩუქრების გაკეთება, რამაც საკმაოდ ძალიან კარგი შედეგი გამოიყო. თუმცა ის იმდენად რუტინული შრომა და იმდენად ბევრი დრო მიაქვს როგორც ორგანიზაციიდან, ასევე ადამიანებისგან, რომ ესე არ ამგონია, რომ სახელმწიფოს კონდეს ახლა ჩამოყალიბებული სისტემა ამ ეტაპზე, რომ თითოეული ეთნიკური უმცირესობისთვის გამოყვეს ამდენი რესურსი და იმუშაოს. ამას სჭირდება ძალიან ესეთი კომპლექსური მუშაობა. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, როგორც ჩვენ ვართ, ამ ორგანიზაციების გაძლიერება, მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და დახმარება, რათა უფრო მეტი ბავშვი მოუწყვინოთ ქუჩას და მეტ ბავშვს მივაღებინოთ განათლება. ადამიანები აღმოჩნდა თუ არა თანატოლებისთვის რეალას ეს მოტივაცია და თუ მოგმართეს მათ? საოცარი გადამდებები აღმოჩნდა პირველი, ან ჩვენთან ძალიან ბევრი ეთნიკური უმცირესობის ბავშვი დადის. გარდა ამისა, ლეილას უკვე შემოყვანა კადი, რომლებიც უკვე პირველი წინადადება გამარჯობათ, მეც სკოლაში მინდა, მეც მინდა სკოლის დამთავრება, მეც მინდა სწავლა, თუმცა იქვე ადგილზე ბავშვები, რომლებიც რამოდენიმე წელია ბიჭები არიან არაჩვეულებრივი უკარგესი ბიჭები, რომლებიც მხოლოდ სპორტზე და დასაქმებაზე იბრძოდნენ და ამბობდნენ, რომ იცი რა, მე მხოლოდ სპორტი მინდა, ანუ მე იქნება სამსახური მიპო, რომელიც ძალიან რთულია ეთნიკური უმცირესობები და ასაქმოსადმე, ეხლა შემოbrunდნენ და უკვე ყოველდღიურად შრომობენ, მეცადინეობენ, სწავლობენ, იმიტომ რომ ეს გახდა რაღაცა საოცარი ეპიდემია სამეთ მოედო თემს და ყოველდღე გახლავთ 3-4 ბავშვი შემოდის, რომელსაც როგორი მოქალაქე შეიძლება მივიღოთ შესაბამისად აი ამ შრომის შედეგად ლეილასგან და პოტენციურად სხვა ეთნიკურობის წარმომადგენელი ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე. ლეილა ზოგადად თვითონ ძალიან პოზიტიური და პასუხისმგებლიანი ადამიანია. მე არ მახსენდება ლეილას ეთქვას, რომ მე დღეს მოვალ, ან დღეს გავაცდენ, ან რაღაცას არასწორად გავაკეთებ, არის საოცარი, კარგი, კეთილშობილი გოგონა, ულამაზესი, ასხივებს ბედნიერებას და ვფიქრობ, რომ თუ ის მიიღებს განათლებას და მიიღებს პროფესიას, იქნება საოცარი კადრი ნებისმიერი სფეროსთვის და ჩვენ აუცილებლად ჩავდებთ ამ რესურსს მასში. სხვა ბავშვებიც, რომლებიც ახლა ჩვენთან დადიან, პირველ რიგში, რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას, არის ის, რომ თუ ჩვენ მათ დავეხმარებით, თუ განათლების სისტემა ისევე დაგვიჭერს მხარს, როგორც ლეილას შემთხვევაში და უზარმაზარ შრომას ჩადებს ამ ბავშვებში, ჩვენ ნაკლები კრიმინალი გვექნება ქუჩაში. ნაკლები. გამოდიკო, ამ გამოცდილებამ მოგცათ ის დაუშვათ თვალსაზრისი, რომ ყველა ადამიანს უნდა დავანახოთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით აი არის ბავშვები, რომლებმაც უკვე ბავშვობიდან სხვადასხვა გარემოების გამო იციან სარგებელი რას ნიშნავს და უნდა მიხვდეს, მივახვედროთ არა მარტო ლეილას, არამედ სხვა ბავშვებსაც, რომ განათლებას ძალიან ბევრი სარგებელი მოაქვს, როგორც შენთვის, ასევე გარშემოყოფებისთვის. იმიტომ რომ საკმაოდ რთულია ხა დღეს მithumetes ამ გარემოში, სადაც ინფორმაცია იცვლება, ანუ ტერაბაიტობით ინფორმაცია იცვლება ადამიანებს შორის სწრაფად და მithumetes წვდომა გაქვს ქსელზე, იქ ვიცით, რომ შეიძლება არსებობს რაღაც განათლების მიმართულებები, რომელიც თითქოს და სარგებლიანი არაა. თუმცა არსებობს დაუშვათ მიმართულებები, რომლებიც შეიძლება სარგებელი მოგცეს. ხო, არის რაღაც ზოგადი განათლებისთვის ჭირდება, რაღაცა კონკრეტულად სარგებლიანობისთვის და აი ეს დაუშვათ მოგცათ ამას საშუალება, რომ ეს დაინახოთ და სწორად მიაწოდოთ ფერებსაც. ნახეთ, ძალიან სწორი კითხვა დამისვით და მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ამ თემისთვის ეს ინფორმაცია, რასაც თქვენ ახსენებთ, ფაქტიურად ხელმიუწვდომელია. მათ არიციან იმ პროფესიების შესახებ, რა პროფესიებიც არის ძალიან მომგებიანი და ხშირად როცა რაღაცას ვეუბნები, რომ ისწავლო, ეს რო დაამთავრო ლეილას, ეხლა უნდა რომ დაასრულოს კულინარიის კურსები და ამ სფეროს ირგვლივ თითქმის ყველაფერი გავიარეთ. სად შეიძლება დასაქმნეს, რამდენი შეიძლება მოგება გქონდეს, როგორ შეიძლება სახლის პირობებშიც შექმნას რაღაცა და თავის თემში გაყიდოს რაღაც ნივთები. ჩვენ სამომავლოდ გეგმავთ, რომ შევქნათ მე მისთვის რაღაც გვერდები. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. და მას გააზრებულად აქვს უკვე თავისი პატარა ბიზნეს გეგმა ტვინში ჩამოყალიბებული და ამ ბავშვებთან ამ დონის მუშაობა არასოდეს არავის არ ჩაუტარებია. და ისინი თვლიან, რომ თუ ქუჩაში დადგებიან და შემწეობას მოითხოვენ, ის 40 ლარი არის მნიშვნელოვანი და გაცილებით მეტი მოგება რომ შეუძლია განათლების მიღება მოუტანოს და შემდგომი პერსპექტივა ის რომ საზოგადოებაში კი სოციალური საზოგადოებაში კი საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრონ, აღარ იყოს ეს თემი ამოვიდა
მოვიდეს ამ ჭაობიდან და აღარ იყოს სიზღის და რაღაც ისეთი საზოგადოების მხრიდან ესეთი ცუდი დამოკიდებულების საგანი. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორია. ჩვენ უნდა ჩავდოთ ამაში რესურსი, რომ ეს ინფორმაცია მივაწვინოთ უფრო გაცილებით მეტ ადამიანს. ჩვენ საზოგადოება, ჩვენ, იმიტომ რომ იცით რა ძალიან მარტივია ყოველთვის ველოდოთ ვიღაცამ გააკეთოს ეს საქმე ჩვენს მაგივრად. კანონის დონეზე არსებობს თუ არა? საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია. არა მხოლოდ მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ბავშვი მოქალაქე არ მოქალაქე. მოქალაქეობაში არის მე მგონი ზუსტად პრობლემა, ხო? მან არა თქო. აქ არის ეთნიკურ თემებთან არის პრობლემა, ზოგადად ალბათ უფრო სახელმწიფოს მხრიდან მესიჯი ის, ვისაც ევალდებულება ამაზე მუშაობა, არის რომ ძალიან რთული ამ თემთან კომუნიკაცია. მართლა რთულია. არ გავუადვილებ, ვერ ვიტყვი რომ ეხლა ვიღაცა შევა ამ თემში დღეს და შეუძლია 5-6 ბავშვი გამოიყვანოს და განათლება მიაღებინოს. ამაში უნდა ჩაიდოს უზარმაზარი შრომა და ნდობა ჩამოყალიბდეს თემს და შენ შორის. მე მაგალითად მაქვს ესეთი კარგი ურთიერთობა ამ თემთან, რომ ისინი თავიანთ რაღაცა ეროვნულ დღესასწაულებზეც მეპატეჟებიან. თუმცა ჩვენც ძალიან ხშირად ვუწყობთ მაგალითად დედის დღეზე ვეპატეჟებით, ჩაის საღამოებს ვუწყობთ, რაც ხელს უწყობს ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ნდობის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, თუ იმ თემ არ დაინახა, რომ შენ მას უყურებ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ისინი თვლიან, რომ შენ რაღაცა ცუდის გაკეთება შეგიძლია მათთვის. მათ შორის ცუდის გაკეთებაში თვლიან, რომ შენ მას მუშახელს მოაკლებ, იმიტომ რომ თუ ბავშვს განათლებისთვის წამოიყვან, იმენ შეიძლება დღის განმავლობაში ნაკლები ფული მოითხოვოს ქუჩაში და ნაკლები შეიტანოს. ამიტომ ეს რაღაცა ისე მწირი რესურსები, რასაც ჩვენ ხშირად აკვირდებით, ახლა ჩვენ სოციალურ ქსელს ვითხოვთ ტანსაცმელს, ხანსაკვებს ვითხოვთ, ეხლა რაღაცა საღდგომოდ გვინდა რომ პატარა საჩუქრები ისევ გავატანოთ ამ ოჯახებს. ეს არის საჭირო ინვესტიცია ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენი ვიცხოვროთ ისე უსაფრთხო გარემოში, იმიტომ რომ ეს ბავშვები თუ ქუჩაში დარჩებიან, შემდგომში ესენი იზრდებიან კრიმინალებად, იმიტომ რომ მე მაქვს ეხლა ძალიან ისეთი მოკლე აღსანიშნავი ფაქტი, როცა 5 წლის წინ შეგვეძლო დავხმარებოდით ბიჭს, რომელიც ეხლა დაკავებულია ძალიან ცუდი დანაშაულისთვის და ვეღარ გადავარჩენთ, იმიტომ რომ დასრულებულია ის ციხიდან რომ გამოვა, კიდევ ახალი კრიმინალისტვის იქნება მზად და ეს გაგრძელება დაუსრულებლად და ყოველთვის ეს ადამიანები აზიანებენ ჩვენს გარემოს, აზიანებენ ჩვენს ქონებას, იპარავენ ჩვენს კუთვნილ რაღაცებს და მოდით სწორად რომ გამოვთქვათ, ჩვენ როდესაც ერთმანეთში რესურსს არ ვდებთ, შესაბამისად მერე ვღებულობ კი, ჩვენ ზიადებით, კი, თვითონ საზოგადოება. მე ვფიქრობ, რომ საფრთხის შემცველი საზოგადოება ხდება მაშინ, ან ეს ბავშვები საფრთხის შემცველი ჩვენ საზოგადოების მიმართ ხდებიან მაშინ, როცა ჩვენ მათ არ ვუყურებთ სიყვარულით, არ ვუყურებთ, არ ვაძლევთ იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებასაც ზოგადად უზიარებთ სხვა ეთნიკურად ქართველ ბავშვებს. ახლა ჩვენ როცა სკოლაში შემოგვდის ბავშვი, რომელიც არის ეთნიკური თემიდან და განსხვავებას დამოკიდებულებაში ვაჟღერებთ, ვსაუბრობთ ისე, რომ ეს ბავშვი შეიძლება პატარაა და ვერ იგებს გონია და სინამდვილეში შეურაცხყოფად იღებს ჩვენს დამოკიდებულებას, ეს უკვე ნათლად აჩენს ბრაზს მასში. ეს ბავშვები ბოროტდებიან და მერე იწყებენ პატარ-პატარა დანაშაულების ჩადენას, თუნდაც სკოლის სივრცის დაზიანებას, თანაკლასელის. ამითი თავს იცავენ. აი, ამით თავი ეს ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტია, იმიტომ რომ აგრესიით როცა გადმოდის ბავშვი, მას რაღაცა ამ დროს აქვს პრობლემა შინაგანად, ხო? ჩვენთან მათ ხვდებათ უსაზღვროდ მეგობრული გარემო, უზომოდ დიდი მიმღებლობა. დამოკიდებულება როგორც თანასწორებს ისე ვექცევით და ეს ქმნის იმ მიჯაჭულობას ჩვენს ცენტრთან, რომელიც აი ურღვევია ყოველ დღე უნდათ მოსვლა. შაბათ-კვირას რატო არ ვართ, ამიტომ გვეჩხუბებიან, რომ იქნება შაბათ-კვირასაც რატო არ ხვალ არ არის ხო აი ეხა ვისვენებთ საღდგომ, აი ძალიან განცდიან ამ პროცესს. უკავშირდება აი ამ ქალაქში ცხოვრების დარდი განსაკუთრებით და ქუჩაში ყოფნის და თუ მოედანზე ჩამოჯდები ზუსტად ამ ბავშვებს, როდესაც ვხედავ როგორ არიან ხოლმე რა მდგომარეობაში არიან ხოლმე, როგორ უჭირთ მათ ადაპტაცია ნებისმიერ შემთხვევაში. მათთვის უცხო უნარჩვევების მიღება უწევთ ხო, გარდა იმისა, რომ ქართველებთან უწევთ ურთიერთობა, უწევთ ტურისტებთან ურთიერთობა და აი ამ ქუჩაში ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია ალბათ ხო, ანუ ოჯახში გვიჭირს ხოლმე ოჯახის წევრებთან ხანდახან გამკლავება, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა ხასიათის ადამიანი ვიყრით თავს, წარმოიდგინეთ ღიაცის ქვეშ ქუჩაში ცხოვრობ, არაფერი გაბადია, გარდა იმისა, რომ აი ხელი გაიშვირო და მოწყალება ითხოვო და მე ესეც არავინ იცის ვის ხმარდება ეს თანხა ხო, მშობელთან მიდის, მის საჭიროებებს ხმარდება თუ ასე შემდეგ. ხშირად ეს ბავშვები არიან, ეს მოზარდები არიან
მოკლებულები ბავშვობას და ჩვენი ვალია მართლაც რაღაც ფორმით მაინც დავეხმაროთ მათ. ანუ მე ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა მივეცი, რომ ჩემთან ერთად რამდენიმე დღე გაეტარებინოთ და დღეს როცა ხვდებით ერთმანეთს, ძალიან კეთილი საუბრით მეგობრულად და მიხარია თუ რაღაც სანდოობის განცდა გაუჩინებათ რა. თავარი ვფიქრობ მაინც ჰუმანური და თავარი მაინც მინდა საზოგადოებას დავუტოვო მესიჯად, რომ ამ ბავშვების არჩევანი არ არის ქუჩაში შემწეობის მოთხოვნა. ამ ბავშვებს არასოდეს არავინ არ ეკითხება, უნდათ თუ არა ამის კეთება. დარწმუნებული იყავით, რომ თვითონ მათგანს ყველაზე მეტად უნდა თამაში, უნდა ზუსტად იმ ნივთების ქონა, იმ რაღაცა ფუფუნების რაღაც პატარ-პატარა ელემენტების ქონა საკუთარ ცხოვრებაში, რაც სხვას აქვს და თუ ვიღაცისთვის ხელი გაუწვიათ ან რაღაცა წაურთმევიათ, უბრალოდ იმიტომ, რომ მათთვის ეს ხელმისაწვდომი არასოდეს არ არის და ძალიან ბედნიერი ვიქნებით თუ თითოეული თქვენგანი, როცა ამ ბავშვებს ქუჩაში შეხვდებით, უბრალოდ ფულს არასოდეს არ მიეწოდებთ, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი მესიჯი არის საზოგადოებისთვის, ალბათ ამდენი წელია, რაც მე ამ სფეროში ვარ, რომ ქუჩაში ნუ მისცემთ ბავშვებს ფულს. ეს ზრდის მათ ტრაფიკინგში ჩართვის შესაძლებლობას ოჯახის წევრების მხრიდან. არის ასეთი ტერმინი, როცა ოჯახის წევრები რთავენ ამ ბავშვებს ბავშვთა შრომაში და ნუ წავახალისებთ ამ შრომას. ფული არ არის მნიშვნელოვანი. მე ხშირად ლეილას პატიჟებ კაფეში, ვიცი რომელი კაფე უყარს, პრივეტზე გიждდება და ხშირად ვეპატიჟები იქ. აი ამ ბავშვებს შეგიძლიათ უყიდოთ ნაყინი, მისცეთ რაღაცა მათთვის, შეუთანხმდეთ თვითონ ერაზე და გამოუტანოთ რაღაც მათთვის სასურველი ნივთები, რაც უყვართ, რაც მოსწონთ, იქვე გააფერადებინოთ რაღაცები, ანუ რაღაც სასარგებლო თუნდაც გაუღიმოთ და უთხრათ, რომ ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი იქნება, რომ ისწავლიან ან განათლებას მიიღებენ. ნუ მისცემთ ფულს მოკლედ ხალხო ამ ადამიანებს, იმიტომ რომ თუ თქვენ მათ ფულს მიეწოდებთ, ისინი უფრო მეტხანს დარჩებიან ქუჩაში და ჩვენც არ მოგვეცემა შანსი, რომ დავეხმაროთ მათ განათლების მიღებაში. მადლობა ციკო არაჩვეულებრივი საქმის ემსახურები როგორც ყოველთვის. რამდენიმე წუთით კიდევ ჩავერთვები, აქედან მინდა აუცილებლად დიდი მადლობა გადაუხადო აჭარის განათლების სამინისტროს, კონკრეტულად ლეილას გამო, იმიტომ რომ სხვადასხვა кейსების გამო ეხლა ვერ შევკრავ, იმდენი პრობლემა არის თავად განათლების სისტემაში, რომ ხშირად უფრო სხვა კუთხით ვახსენებ ხოლმე ამ პრობლემებს. ამიტომ აი ლეილას გამო და ამ ეთნიკური თემის ბავშვების გამო პირველ საჯარო სკოლის დირექტორს, ასე ბატონ ნუგზარს, მინდა დიდი მადლობა გადამხადა და უთხრა, რომ ლეილას არასოდეს არ დავიწყდება იქ მიღებული სიყვარულის სითბო და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც, ლეილასთვისაც, თავად სკოლისთვისაც. მადლობა. მადლობა თქვენ, თიკო აბაშიძე, ფონდი ელქნის დამფუძნებელი ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ რამდენიმე წამში დავბრუნდებით ისე. ესე იგი დღეს ხუთშაბათია და ისევ ტრადიციულად ჩვენ საყვარელ რუბრიკაზე უნდა ვისაუბროთ, სადაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგვიმზადებს ნონა, როგორც იცით, აღდგომის დღესასწაულისთვის ვემზადებით და ეს არის ერთადერთი დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება და მე ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. აუც ვფიქრობ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ეყვარება ეს დღესასწაული, სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრეს აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე და ვეუბნებით ერთმანეთს ქრისტე აღდგა და აი ამ ორ სიტყვას რაღაცნაირად უდიდესი ძალა აქვს და აღდგომის სუფრის ერთ-ერთი აუცილებელი როგორ ვთქვა სიმბოლო არის პასკა. და როგორც იცით, ყველა ოჯახში უკვე დაწყებული არის ფუს-ფუსი, ხო? უკვე მიმდინარეობს ცხობის პროცესი და საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესი არის, რომელიც დიდ ნებისყოფას მოითხოვს, დიდ დროს მოითხოვს. მე მქონდა გამოცდილება ერთხელ გავბედე და მეგობართან ერთად დავიწყე პასკის გამოცხობა, როგორც მითხრეს, უგემრიელესი იყო, მაგრამ რაღაცნაირი პროცესია, ეს იცით, უნდა იყო მშვიდი, წყნარი, სახლშიც უნდა რაღაცნაირად სიჩუმე უნდა იყოს. სიჩუმე უნდა იყოს, თითქოს უნდა ესაუბროს, ისიც შენთან კონტაქტობს და ნუ მოკლედ მე მივხვდი, რომ ამ პასუხისმგებლობას ისე ვერ აღვიქო, როგორც საჭირო არის და
და რა არის ახლა პასკა? ხო ხშირად ვიძახით ხოლმე, რომ აი რა არის პასკა? ის სადმე არ წერია ისე, რომ მაგალითად ამოვიკითხოთ და ის რაღაცა ნიშნულობა მივანიჭოთ. ხო, ბუნებრივია ახლა ვერსად ვერ ამოვიკითხავთ პასკას, იმიტომ რომ ის სათავეს მე-19 საუკუნიდან იწყებს, ხო და სხვა შორის როგორც ცნობილია, პოლონეთის მეფიდან გამომდინარე არის ეს პასკის ისტორია, მის მზარეულს გაუკეთებია პირველად და ჩვენამდე მოვიდა იმ სახით, როგორც მოვიდა და მისი მთავარი ვიზუალური მხარე ის არის, რომ ის არის გოლგოთის მთის მსგავსი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პასკა უბრალოდ სიმბოლოა პურის, ტკბილი პურის, შეიძლება ასე ვუწოდოთ, რომელიც ხო მაცხოვარმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად ბოლო შეხვედრაზე მე არ მინდა ხა ძალიან ჩავწრილ მანდ, იმიტომ რომ არ მინდა შეცდომები დაუშვა თავის თორმეტ მოციქულთან ერთად ამპურს ტეხდნენ და მიირთმოდნენ. ხო, ეს არის სიმბოლო, რომელიც შემდეგ ტაძრებში ტრადიციად იქცა და შემდეგ გადმოინაცვლა თითოეული ჩვენგანის ოჯახში და ახლა უკვე შეცვლილი აქვს უკვე პასკას, ხო ჩვენ ვაფორმებთ ხილით, ქიშმიშით და მოკლედ ასე შემდეგ ჩვენ ფანტაზიას ხო არა აქვს ახლა დასასრული, როგორც შეგვიძლია ხოლმე და სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ აი საღამოს საათებში ფანჯარას რო გამოვიღებ, ის სურნელი რაც პასკასთან ახლოს, აი ჰაერში ტრიალებს. განუმეორებელი. თითქოს ხო, კი ბატონო და მე მგონი ნონამაც სწორედ დღევანდელი რუბრიკა პასკას მიუძღვნა. საინტერესო არის ვისთან ერთად უნდა შემოგთავაზოს ეს რუბრიკა, ვისთან ერთად ამზადებს და როგორ პასკას მოგვიმზადებს, ნახოთ აბა. და ხوارჯობია რომ დავტოვოთ ნონა და ჩვენ დავემშვიდობოთ მაყურებელს დღეს ხო შვიდად უყუროთ ეკრანის აქეთა იქიდან ხო ჩვენც ჩაუსხდეთ და შვიდად უყუროთ ნონას რუბრიკას ჩვენ ხვალ არ ვიქნებით ეთერში წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და სამშაბათს დაგიბრუნდებით. სამშაბათს ისევ დაგიბრუნდებით და ახლა გიტოვებთ ნონას რუბრიკას აჯაფსავდას საბადროებით. კარგად, ბედნიერად. ბედნიერი აღდგომა. მოგესალმებით ყველას, გაგეცნობით, მე ვარ ანა მითაიშვილი და სოციალურ სივრცეში მიცნობენ როგორც IFIF ანა, ვარ food ბლოგერი და დღეს ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა შემოგთავაზოთ წყალში ჩაძირული პასკა. ამისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები, როგორც ხედავთ, მაგიდაზე გულაგია უკვე გამზადებული და აწონილი ინგრედიენტები. რძე, კარაქი, კვერცხი, საფუარი, ვანილი, შაქარი, ფქვილი და ცუკატები. პირველ რიგში უნდა გავაღვივოთ საფუარი, რისთვისაც დაგჭირდება დაახლოებით 1 ჭიქა თბილი რძე უკვე გამთბარია, კოვზ ნახევარი საფუარი, 1 კოვზი შაქარი და დაახლოებით 5 კოვზი ფქვილი. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს უნდა შევურიოთ. დავიწყოთ. ჩავასხათ რძე დაახლოებით 200 გრამი. დავუმატოთ კოვზ ნახევარი საფუარი. აი ესე. და შემდეგი არის შაქარი, 1 სუფრის კოვზი. კარგად გავხსნათ ახლა საფუარი და დავუმატოთ ფქვილი. და ბოლო არის ფქვილის ჩაყრა, უნდა მივიღოთ სქელი მასა და დაველოდოთ დაახლოებით 10-15 წუთი იმისთვის, რომ საფუარი გაღვევდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, დააკვირდით საფუარის ვადას, უნდა იყოს ახალი, იმისთვის, რომ ჩაძირული პასკა მალე ამოვიდეს. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვის ეს დღესასწაული არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ჩვენ ყველანი ერთად სახლში ვატარებთ, ძალიან ბედნიერები, იმით რომ ოჯახის ყველა წევრი ღებულობს პასკის დამაცხობაში მონაწილეობას და ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია ეს. დაველოდოთ ახლა დაახლოებით 10-15 წუთი საფუარის გააქტიურებას და ამასობაში უკვე გადავალთ შემდეგ ეტაპზე. ახლა შევფუთოთ ჩვენი საფუარი იმისთვის, რომ მარტივად გაღვივდეს და დროს ვიხელთებ და ვნახავ შემოსულ მესიჯებს, ეს არის ჩემი ყოველდღიურობა. აი მელანომ იზიარებს ახლა, რომ წყალში ჩადო უკვე
ცომი და ელოდება ამოსვლას. ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირი გამომწერებთან, თან განსაკუთრებით, როდესაც პასკას აცხობენ, ჩემი ჩართულობა მათთვის გარკვეულწილად იმედია იმისა, რომ შედეგი იქნება საოცარი. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, გავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად და მივიყვანოთ გათეთრებამდე. ეხლა დავუმატოთ დაახლოებით 100 გრამი შაქარი, იმისთვის რომ მარტივად გაითქვიფოს. როგორც ხედავთ, ცომში შაქარს სრულად არ ვუკეთებ. ეს ბოლოს. ეხლა დავუმატოთ ვანილი და გავთქვიფოთ. ესე იგი, კვერცხი გაითქვიფა, მივიყვანეთ გათეთრებამდე. ეხლა გადავიტანოთ თასში, სადაც უკვე დავასრულებთ ცომის მოზელის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თქვენც დაინახავთ, კვერცხი, როგორც კი შეერევა კარაქს, რაღაცნაირად დაკურკუტდება და გეგონებათ, რომ აიჭრა. არ ინერვიულოთ, ეგრე არ არის, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს. თუ ესე თქვენმა საფუარმა არ გააკეთა, უმჯობესია ახალი მოამზადოთ, რადგან საფუარზეა დამოკიდებული, ცომი ამოვა თუ არა. ნაწილ-ნაწილ ჩავუშვათ ქვილი. ცომი უკვე მოიზილა, როგორც ხედავთ, ეხლა გადავიტანთ ნაჭრის ტომარაში, რომელიც მე სპეციალურად შევკერე, თუმცა მარტივად რო გამოხვიდეთ და არ მოგიწიოთ შეკერვა. შეგიძლიათ რომ აიღოთ უხმარი ბალიშის პირი, აი მოდი გაჩვენებთ როგორია. ნაჭერი უნდა იყოს ბუნებრივი, ვთქვათ, ჩითი, ბამბა, არ იყოს სინთეთიკა გასანთლული ან წყალგაუმტარი, იმიტომ რომ უნდა დასველდეს. ცომი გარედან სოლდება, წყალი მასში არ შედის, არ შეგეშინდეთ. აქვე გვაქვს დიდი ქვაბი, სავსე, ცივი წყლით, ოპერატორმა შეამოწმა. აი დაგვეთა ხმა. და ეხლა გადავიტანთ ნაჭრის ტომარაში ჩვენს ცომს და ჩავძირავთ წყალში. დავინიშნავთ ასევე დროს. ყველა ჯერზე სხვადასხვა დრო ჭირდება ცომს ამოსასვლელად. ყველაზე რეკორდული დრო იყო 8 წუთი და ყველაზე მეტი დრო რაც წაიღო იყო 3 საათი. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაახლოებით 30 წუთიდან 45 წუთამდე ესე მერყეობს ხოლმე დრო. ცომი ამოდის, ეხლა შევაზავოთ შაქარი სუნელებით. მე გამოვიყენე მუსკატი და კარდამონი. ესეც ჩვენი შაქარი, სუნელები, ვანილი და მოვიტან ცედრას. შევურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, რომ კარგად გადანაწილდეს და ესეც მზად არის, ველოდებით ცომის ამოსვლას. ჩვენი ცომი უკვე მზად არის, ამოვიდა. ამჯერად დააგვიანდა 1 საათი და 20 წუთი, თუმცა წინაჯერზე 20 წუთში ამოვიდა, როგორც აღვნიშნე, ძალიან ინდივიდუალურია. ეხლა ბოლომდე ჩავძიროთ ჩვენი ცომი და ვუალა! ჩავძირეთ და ამოვიდა. ეხლა უკვე შეგვიძლია გადმოვიღოთ ცომი წყლიდან. ცომი თაშია, ეხლა ოდნავ დავამუშავოთ, შემდეგ სუნელებიანი შაქარი შევაზილოთ ისე რომ სრულად გაუჩინარდეს, დავუმატებთ ცუკატებს, ქიშმიშს და ეგრევე გადავიტანთ ფორმაზე და გამოვაცხობთ. მე არ ვწონი უბრალოდ თვალის ზომით ფორმა ავსეთ, ცომით ნახევარზე ოდნავ მეტით და წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე გამოვაცხოთ, რამდენ დროსაც წაიღებს, რადგან ყველა ღუმელი ინდივიდუალურია. მზაობას კი ვამოწმებთ ხის ჩხირით. მოდით ეხლა დავჭრათ პასკა და ვნახოთ როგორი სტრუქტურის გამოვიდა.
ესეც ჩვენი პასკა გამოვიდა ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა მძიმე, ნოტიო, იმედია ყველას მოგეწონათ და აუცილებლად გამოცდით, მინდა გისურვოთ ბედნიერი აღდგომა. აბა კარგად.